კი, ძვირფასო მეგობრებო, შეეცადეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სახლების შემოგვემატენ, ამიტომ ყველას მივესალმები გულწრფელად და როგორც უკვე მოისმინეთ, ჩვენ გვინდა ცოტა სხვა რაკურსში წავიყვანოთ პრეზენტაცია თქვენი ჩართულობით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი თხოვნაა მიკროფონები თუ არ საუბრობთ, იმ შემთხვევაში დააწყაპუნეთ მიკროფონზე და გამორთეთ მიკროფონი, როდესაც გასაუბრება მოგინდებათ, ეგეთი სურვილი დაგებადებათ, ამ შემთხვევაში დააწექით ისევ მიკროფონს და ისაუბრეთ, რისი თქმაც გინდათ. პრეზენტაციის ვლელობის დროს გვინდა რომ თქვენი ჩართულობა იყოს. არა ბოლოს მხოლოდ, როდესაც ყველაფერი დასრულდება. ანუ ასე ვთქვათ, მთლად პრეზენტაციის სახე არ იქნება, აქ ცოტა სხვა მიმართულება იქნება, ამიტომ ძალიან გთხოვთ ჩაერთეთ ყველა, ნუ მოგერიდებათ, ნებისმიერი კითხვა დასვით, თქვენი აზრი დააფიქსირეთ, ვიმსჯელოთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ბიზნეს ვლელობა იყოს წარმატებული და უფრო მეტ მწვერვალებს მივახციოთ ასეთი სახით. რომ ეს არ იყოს, ასე ვთქვათ, მონოტონური და იყოს საინტერესო თქვენთვისაც, ჩვენთვისაც და არა მხოლოდ საინტერესო, არამედ პროდუქტიული და ნაყოფიერი იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ამ საუკეთესო ბიზნესში, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ბიზნესში, რასაც ქვია Live Good-ი. ქალბატონო ლია, თუ შეიძლება შემოგვიერთდით, ნელა-ნელა შევუდგეთ საქმეს, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო ისე და ისე თქვენი ხილვა. მადლობა, ქალბატონო ნანა, მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, სტუმრებს მაინც გაგიცნობით, ვინც არ მიცნობთ. მე ვარ ლია თევდორაძე, კომპანია Live Good-ის ოფიციალური პარტნიორი. მინდა ყველას მადლობა გაგიცნობით. შეგაწყვეტიებთ უკაცრავად, ცოტა დიალოგის სახით წარმართავთ ჩვენ დღევანდელ პრეზენტაციას. მე ვიცი რომ თქვენ მომზადებელი ხართ ამისთვის, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან მომზადებული ბრძანდებით, ამიტომ ვფიქრობ, ასეთი სახით სპონტანურად წარმართოთ ჩვენი პრეზენტაცია. მოდერატორებს ვთხოვ, არის დარჩენილი ადამიანები, ვისაც არ აქვს მიკროფონი გახსნილი, ძვირფასო მეგობრებო, მოემზადეთ, თქვენი ჩართულობაც იქნება აქ აუცილებლად. პირველი მინდა მსმენელს შევახსენო ის, რომ ჩვენმა ძვირფასმა კომპანიამ, ჩვენმა საუკეთესო კომპანიამ, ასე ვთქვათ, მიიღო ასეთი სტატუსი, რასაც ქვია ბრენდი. ბრენდი თქვენ ყველასთვის ალბათ გასაგებია. რას ნიშნავს, დაუშვათ ვისთვისაც არ არის გასაგები, ძალიან ცოტა პატარა მაგალითს მოვიყვან, რომ მათთვისაც გასაგები იყოს, აი მაგალითად ბრენდი არის მანქანა, სიტყვაზე ავიღოთ ხო, Mercedes-ი, BMW, Audi ხო, ეს ბრენდული მანქანებია, Rolls-Royce და ასე შემდეგ. მაგრამ არის მანქანები, რომლებიც დაუშვათ Laguna, რა ქვია მანქანას დამავიწყო. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მანქანები, Mitsubishi და ასე შემდეგ, რომლებიც საერთოდ არ ითვლება ბრენდად, შესაძლოა კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ ბრენდია. აი სწორედ ასეთი ბრენდული მიმართულება, ასე ვთქვათ, წოდება მიიღო ჩვენმა კომპანია Live Good-მა და ამ ბრენდებს შორის, როგორიც არის Tesla, როგორიც არის Netflix-ი, როგორიც არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ბრენდული კომპანიები, მათ შორის Live Good-მა არათუ მათ შორის, არამედ ჩამონაცვალში Live Good-ი პირველია ამ ბრენდებს შორის. საოცარია ეს ყველაფერი, ნამდვილად მინდა თქვენ გაგახაროთ, ვინც Live Good-ის მომხრეები ბრძანდებით და მე ვფიქრობ, აქ რახა ბრძანდებით, ნამდვილად Live Good-ის მომხრეები ბრძანდებით და ყველას გაგიხარდებათ აი ესეთ. ისე რომ ყოველთვის რაღაც სიურპრიზებს გვიწყობს კომპანია და ჩვენ უკვე ვერ ვუსწრებთ, ასე ვთქვათ, მის სიურპრიზებს, რომ ფეხდაფეხ მთლად ასე გავყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეს სიურპრიზები. მეც გაგაწყვეტინე, ქალბატონო ნანა, ყველას გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო, ყველას გილოცავთ ამ საოცარ ახალ სიახლეს, ყველას გვიხარია და გვახარეს ეს ამბავი. მადლობა ქალბატონო ნანა. კი, ნამდვილად ვფიქრობ, ეს
მართლა სასიხარულო გულამაყება თანდათან უფრო ამაყად ვგრძნობ თავს ნამდვილად, როცა ამ კომპანიას ვახსენებთ. აი ძალიან მაგარი ამბავია ეგ კიდე. რა თქმა უნდა, ეს ბრენდის შემთხვევითი რაღაცა არ არის და ეს ძალიან დიდი მიღწევაა 2 წლის კომპანიისთვის. ესეთი რამე მეგობრებო, ისტორიას არ ახსოვს, რომ 2 წლის შემდეგ ბრენდის სტატუსი მიიღოს კომპანიამ. ეს მხოლოდ ლივგუჩი მოხდა. მხოლოდ ლივგუჩი. რასაც მართლა გულწრფელად გილოცავთ. ეხლა მინდა კიდევ ერთხელ წარგიდგინოთ ქალბატონი ლია თევდორადე, რომელსაც უმეტესი თქვენგანი კარგად იცნობს. და ასეთი სახით ქალბატონლიას მინდა ვთხოვო ასეთი რამ. ქალბატონ ლია, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ლივგუჩში ძალიან კარგად დაიმკვიდრეთ ადგილი. ძალიან კაფიოდ და მყარად დაიმკვიდრეთ ადგილი. ამიტომ მინდა რომ რაღაცა სახით ძალიან ესე მისაწვდომად ყველასთვის და დალაგებულად რომ ყველამ გაიგოს კარგად, რამ განაპირობა თქვენი აი ესეთი კარგად შეთავისება, კარგად გათავისება კომპანია ლივგუდის, რა მოხდა ასეთი, რა დაინახეთ ლივგუდში და რატომ მოხდა თქვენში აი ესეთი წინსვლა? დიდი მადლობა, სიამოვნებით. შემეცვალა თემა. სიამოვნებით გიპასუხებთ. წლებია მე ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში, ქსელურ კომპანიებში. ასე რომ ზოგადად ხალხი უფრო მიცნობდა მაგ კუთხით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული ჩემით და აი როცა კომპანია ლივგუდი შემოვიდა, აი მე დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ შემესწავლა ის კომპანიაც და მე რატომღაც იმ დროს ვიფიქრე რომ ეს ისეთივე ქსელური კომპანიებია, სადაც მე უამრავი წელი, რამოდენიმე წელი უпростоრად ვიმუშავე და ვიფიქრე რომ კიდევ ის სირთულეები არ მინდოდა ხელახლა კიდე ახალი კომპანიის შესწავლა. და იმ პერიოდში ვთქვი მე უარი, მაგრამ როცა მე კარგად გავეცანი კომპანიას, დავფიქრდი, გავაანალიზე, აი გამიკვირდა რომ კომპანია არ მავალებდა გაყიდვებს, ყველაზე მეტად ამან მომხიბლა და აი მაშინ ვიკითხე რომ თუ გაყიდვებს არ მავალებს, მაშინ როგორ შეიძლება რანაირად უნდა ვიმუშავე კომპანიაში, ხელფასები როგორ უნდა დაირიცხოს, და აი ზუსტად მაშინ გამიკვირდა რომ მითხრეს რომ არა, კომპანიაში არის მართლა უძლიერესი პროდუქტები, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, მაგრამ კომპანია ამ ვალდებულებას გიხსნის და თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იყოთ ყოველგვარი სტრესის გარეშე, აკეთოთ მოწვევები და ასეთნაირად გაიმართოთ ამ კომპანიაში. აი მაშინ მართლა ქალბატონია უკაცრავად ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, ცოტა უცნაურადაც ჟღერს, რომ თქვენ ამბობთ, რომ ძალიან გაგეხარდათ, რომ მოვალეობა არ აქვს ყიდვა-გაყიდვის და როგორც მე ვიცი, დღეს სწორედ ამ სფეროთი ხართ თქვენ წასული. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? აქ განაპირობა, რომ პროდუქტები აღმოჩნდა განსხვავებული, აი ძალიან განსხვავებული. მე როცა სხვა კომპანიაში მუშაობდი, კი იყო კარგი პროდუქტები, მაგრამ აი ასეთ მთლად შედეგს ვერ აღწევდა ადამიანი. და დღეს როცა მე ჯერ პირველად მე მოვსინჯე, რა თქმა უნდა, ჩემი თავისთვის და აი გაოცებული დავრჩი, ხვდები რომ აი ძალიან მაგრად მიხდებოდა და თუ რამე პროდუქტი მქონდა გამოცდილი, შევადარე რომ ყველაზე უკეთესი შედეგი ქონდა, აი მაშინ ვიფიქრო რომ ეს მართლა გამორჩეულია მეთქი და აი მე როცა შევისწავლე რომ ეს პროდუქტები არის ორგანული და როცა გავეცანი რომ ჩვენ პროექტში არის უძლიერესი ექიმები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, რომლებიც წლებია თურმე ქმნიდნენ ამ პროდუქტებს და ეს პროდუქტები იყო მხოლოდ ელიტისთვის, მხოლოდ შეძლებული ხალხისთვის მისაწვდომი, აი მაშინ გამიკვირდა და მივხვდი რომ ძალიან ძლიერ პროდუქტებთან მქონდა საქმე და ძალიან გამეხარდა. მე ყველა პროდუქტი შევისწავლე, დავინტერესდი. ქალბატონია უკაცრავად. ქალბატონო კესო, თუ შეიძლება მიკროფონი გამორთეთ. მიკროფონი გამორთეთ, ისე შეგიძლიათ გამოჩნდეთ არაუშავთ.
ბოდიში ხალბატონოლია. არაუჩეს. და აი შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ აი თითეული პროდუქტი შემესწავლა უფრო ძირფესვიანად და აი ვეცნობოდი თითოეულ პროდუქტს მართლა და აქონაბანებული ვიყავი ამ თითეული პროდუქტით. აი მაგალითად იყო შემთხვევები, მე როცა ჩიყვი მაქვს ზოგადად და როცა ორგანიზმში აი დ-ვიტამინს ვერ ვივსებდი ვერასდროს, ამაზე ვიდეოც ყავს ჩაწერილი. ვერასდროს ვერ მოხდებოდა ეს უმაღლესი ხარისხის, ახლა რაც შეიძლებოდა სააფთიაქო საშუალების დ-ვიტამინს მიწერდა ხოლმე ჩემი ექიმი და ვერასდროს დ-ვიტამინი ნორმაში არ ადიოდა. არ ხდებოდა ეს. და ყოველთვის უკეთესი და უკეთეს ხარისხს თავაზობდა მე ექიმი, ეხლა უფრო უკეთესი ეს და აბა მოდი მოვსინჯოთ და როცა არ აიწია მაინც დ-ვიტამინის საკმარისად, მაშინ მითხრა ექიმა, რომ აი ჩიყვი როცა არისო ჭამსო ამას ლია და ვერ ხდება ამის აწებაო და როცა ამ პროდუქტებში გადმოვერთვი, აქ მივიღე ჩვენი ორგანული კანაფისეთი, ჩიყვისთვის ზღვის პროდუქტი და როცა ეს ანალიზები გავაკეთე, ვატყობდი რომ რაღაცა კარგად ვიყავი, დ-ვიტამინი ავიღე, აღმოჩნდა რომ აი როცა 13-სევით, 15-სევით არ ამდიოდა დ-ვიტამინი, უკვე 24-ზე ავიდა ჩემი დ-ვიტამინი. ხო და განსაზღვრა დ-ვიტამინის სისხლში და ძალიან გამეხარდა და მაშინ ვთქვი, რომ ეს პროდუქტი არის მართლა გამორჩეული. და აი ზუსტად ამან განაპირობა ისევ ჩემი გაყიდვებზე გადართვა, როცა არ მქონდა ეს დაგეგმილი, მეთქი ვიმუშავებ მოწვევებზე, მოწვევებს რა უნდა მეთქი და როცა თანდათან ვხედავდი, რომ ეს პროდუქტები სასწაულებს ახდენ და თავისთავად ვსაუბრობდი ყველასთან. ყველა ჩემ მეგობართან, ათესავებთან, აი ყველასთან ვსაუბრობდი გულახდილად და თანდათან დაიწყეს ჩემმა მეგობრებამ, ჩემს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა დაიწყეს შეკვეთები ჩემთან, თვითონაც გამოცადეს, მე ვაკვირდებოდი ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, კომპანიიდან უამრავ ტრენინგებს ვესწრებოდი და ვეცნობოდი ყველა ამ პროდუქტს და ვხედავდი, რომ აი თანდათან ისეთი შედეგები მოდიოდა, რომ მიკვირდა კიდეც, აი სიხარულით ვიყავი გაოცებული. ახლა როცა ადამიანს მთელი ცხოვრება წნევები აწუხებს და სულ მაგალითად წნევის წამლებზე არის მიჯაჭვული, როცა ესეთი ადამიანი მეუბნება, რომ 200 ამდიოდა ლია წნევა და დღეს უკვე 100-ია, ყველაზე მაღალი ჩემი მაჩვენებელი და თუ რაღაცა ძალიან საწყენი ვჭამი შეიძლება მოხდეს, რომ 140 ავიდესო, ეს არის დიდი სიხარული ჩემთვის და ამან კიდე დიდი мотиваცია მომცა, უფრო მეტი გამეღრმავა შთაბეჭდილება ამ პროდუქტებზე და რა თქმა უნდა, მე უფრო და უფრო თავდაჯერებით ყველას ვესაუბრებოდი ამის შესახებ და დღეს მოდიან ჩემთან უკვე დღეს ექიმები, რომლებსაც ექიმებთანაც მაქვს გულახდილი საუბრები, ისინი ძალიან კარგად არიან ჩემთან, რადგანაც სალონი მიწყობს ხელს და ამ ხალხს ხვდები მე ისედაც და დღეს ნელ-ნელა ჩემთან ექიმები დამეგობრდნენ უფრო სხვანაირად და ჩვენ ერთად ვსაუბრობთ მედიცინაზე, ვსაუბრობთ ქიმიურ წამლებზე, ვსაუბრობთ ჩვენ პროდუქტებზე და აი მე მივხვდი და აი ექიმების ერთად როცა ვმშველობთ, მივხვდით რომ აი კლასიკურ მედიცინას ავსებს ჩვენი ადრინდელი ტრადიციული მედიცინა, ჩვენი ძველებური ბაბუინდელი სცენარეები, რასაც ვერ გვიკეთებს ქიმიური წამლები. ამიტომ ჩვენ ერთად ვმსჯელობთ და ექიმი როცა მოდის, ექიმი ჩემგან ყიდულობს პროდუქტებს. აი ამან კიდევ უფრო გამათავამა, მე როცა ექიმები თვითონ მეუბნებიან, რომ არ ვიცი ლიაკო, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, რომ ეს პროდუქტები გამაცანი და გამაგებია საერთოდ ამ პროდუქტის შესახებ და მეც ამ ექიმებს უამრავ ინფორმაციას ვუგდებ, რომ აი კიდე მეტი მათ ჩაიხედოთ და კიდევ უფრო დაინტერესება წამოვიდეს ექიმებიდან და როცა ექიმებიდან სერიოზული დაინტერესება ვიცი ჩვენ კომპანიაში ისედაც არის, მაგრამ ჩვენი ქართველი ექიმებიდანაც სერიოზული დაინტერესება როცა წამოვა, ეს ჩვენთვისაც კარგია და ზოგადად აი ხალხისთვის ძალიან მაგარია. აი ზუსტად ამან განაპირობა. ნუ საქმე იმაშია თან, ქალბატონოლია იმაშია თან, რომ ამ ჩვენს პროდუქტების ჩარეული მხოლოდ სცენარეულობის საიდუმლოებები, ხო? აქ არის ასევე ჩართული თანამედროვე ნანოტექნიკა. ანუ ნანოტექნიკა არის გაზავებული აი ამ
ბებია ბაბუების რეცეპტებში, ხომ? გაზავებულია ეს ყველაფერი და იმიტომ აქ ასეთი საოცარი შედეგი და გარდა ამისა ხე ჩვენ ვიცით რომ ჩემ ბევრ თარგმნებში, როდესაც ვთარგმნიდი მე ჩვენს კომპანიის დამაარსებლებს, ისინი ამბობენ ამას ხშირად რომ ის რომ გვეგონა ჩვენ უბრალოდ მე არასოდეს არ მეგონა, მაგრამ ვინც Excel-ში მუშაობდა, მათ ყოველთვის ეგონა და ვინც ყიდულობდა და სარგებლობდა ამ პროდუქტებით, ეგონათ რომ ის მთლიანად ბიოლოგიური იყო, მაგრამ აღმოჩნდა ამ დამაარსებლების ახსნა განმარტებით, რომ იქ ძალიან ბევრი სინთეტიკა იყო შერეული და ძალიან ბევრი ქიმიური დანამატები, რომ ისინი მალავდნენ, არ აჟღერებდნენ და როდესაც კითხვებს უსვამენ ახლა გუთკინები ამ ადამიანებს, ისინი ვერ პასუხობენ, არა აქვთ პასუხი. ამბობენ, რომ ჩვენ ვასაიდუმლოებთ ამას, რომ ჩვენი ტექნიკა არ წაგვართვან, მაგრამ სინამდვილეში აქ სხვა რაღაცა მარხია და ეს ყველაფერი უკვე გასაგებია ჩვენთვის. ეხლა მინდა ასეთი რაღაცა გითხრათ. აი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უკვე გაუგეთ ლივგუდს, გაიგეთ მისი პროდუქტის შესახებ, ბიზნესშიც კარგად გაერკვიეთ თუ ბიზნესი რას მოიტანს, თუ სერიოზულად ჩაიხედება ამაში ყველაფერი, რამე ნაკლულობას გრძნობთ, რაღაცის მოლოდინში ხართ? აი, როდესაც უკვე თქვენ ნახეთ ის, რასაც დღეს იძლევა კომპანია. აი, მე როცა ასეთი განწყობით ვარ და მე როცა ასეთ შედეგებს უყურებ და უკვე ბევრი რაიმე გამოვცადე, აი მეკვირვება, რომ რატო ვერ გებულობს ადამიანი. აი მინდა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს დაინახოს. აი მე მიხარია რომ სხვადასხვა ქვეყნებში აქვეყნებენ 4 ნიშნა და 5 ნიშნა შემოსავლებს. აი ძალიან მიხარია რომ ადამიანები ამას აკეთებენ და ნაკლულობა მაქვს იმისი, რომ აი ჩვენთან ქართველები უფრო არ არიან დაინტერესებული ამით და აი ზუსტად იმას არ ვეძიებით, რომ საიდან აკეთებენ ეს ადამიანები ამას. ვერ ვიტყვით, რომ ისინი შეიძლება ბევრმა თქვას, რომ იმათ ფული აქვს და რაღაცა. არა მეგობრებო, აი ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბიზნესის კეთებისთვის აქ სულ არის $10 იმისათვის, რომ ბიზნესში შევინარჩუნოთ. და ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში 27-28 ლარი ვინმეს უჭირდეს ერთეულების გარდა. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. უბრალოდ ამას უნდა ხედვა, დაინახოს, გააზრებულად მოისმინოს ადამიანმა. მე როცა ქალბატონო ნანა, აი თქვენი გამოთვლილი 3+3 გავეცანი. აი ძალიან მინდოდა ეს აეტაცებია ქართულ ხალხს. და ვიცი რომ ის უცხო ქვეყნებში ზუსტად ამ გამოთვლებით და მოწვევებით მუშაობენ. და აი სერიოზული ხელფასები აქვს, აი სერიოზული ხელფასები. და საქართველოს ვერაცდით $400-500 თვეში ისიც ერთეულები. და არიან ადამიანები, მხოლოდ შემოვიდნენ ბიზნესში და მეტი ვერაფერი გაიგეს. აი ძალიან მინდა რომ ეს რატო ხდება, ამის სინაკრულე მაქვს და სულ მაქვს საუბარი ჩემს მეგობრებთან, რომ რატო ვერ იგებს ამას ადამიანი ისე იოლად, როგორც ეს გაიგო მეზობელ ქვეყნებმა და სხვა ქვეყნებმა მაგალითად. აი ამის ნაკრულება ნამდვილად მაქვს. არა და სერიოზული ბიზნესი შეგვიძლია სერიოზული ბიზნესი შეიძლება მეგობრებო აწყოთ აქ, აი შეუძლია ადამიანს ზუსტად ამ 3-ის გამოთვლის პრინციპით 3-ის გამოთვლის 3+3-ის პრინციპით და თუ მაქვს დრო ქალბატონო ნანა მე რო ახსნა მაშინ ეს. კი, ზუსტად სიამოვნებით მინდა რომ ეს ახსნათ თქვენ და თუ არის შესაძლებლობა რომ ცოტა მოხატოთ კიდეთ რაღაცები. გააქვთ ამით შესაძლებლობა? არა ხათ ვიცი ამით მზად, მაგრამ მართლა არ ვიცოდი და მომავალ შეხვედრაზე გავითვალისწინებ. მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, მაგრამ სამწუხაროდ ტელეგრამში არის ტექნიკური ხარვეზები, ეკრანს ვერ ვაზიარებთ. და აქედან გამომდინარე თქვენ თუ შეძლებთ ცოტა კუსტარულ დონეზე გავაკეთოთ ეს და ადამიანებს ვაჩვენოთ რა შესაძლებლობები აქვს ამ 3+3-ს, ვინც კიდევ ვერ ჩახვდა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ეს და ვაჩვენოთ. კარგი, დიდი სიამოვნებით მე შემიძლია სიტყვიერად ძალიან მარტივად ახსნა იმისათვის მეგობრებო, რომ ადამიანმა გავიდეთ ძალიან დიდ შემოსავალზე. მოდი პირობითად ვთქვათ, რომ ეს ქალბატონანას გამოთვლილი აქვს 5 თვეში გახვიდე $6,150 ხელფასზე თვეში, რომელიც ექნება ყოველ თვიურად.
რა შეიძლება ფოტოთეფასტორებ 5 თვეში არა 2 თვეში 2 თვეში ვიცი რომ მოწვევის ბონუსი 6561 და 5 თვეში უკვე ასევე ბრილიანტზე გადის ადამიანი. დიახ. ანუ ყველა სტატუსზე გადის უკვე ადამიანი თუ ამას გავაკეთებთ. ესე იგი ძალიან მარტივი პროცესია 3+3. მოვდივართ ბიზნესში, მაგალითად ადამიანი რეგისტრირდები ბიზნესით, ანუ $50 შეკვეთით და მაქვს უფლება მოვიწვიო ასეთივე ადამიანი 3 ადამიანი, რომელსაც ვეტყვი. მეგობარო, თუ გინდა დიდი შემოსავლები, თუ გინდა სწრაფი შემოსავლები, გაუკეთე თავს ორგანიზება, ამ ბიზნესისთვის სულ გჭირდება ერთხელ ცხოვრებაში ერთხელ გაღებული $50 და შემდეგ თვეში 27 ლარი, $10. ეს გჭირდება ჩვენ აბსოლუტურად პროდუქტები გამოყოფილია, გაყიდვები აქ მარკეტინგისგან და გჭირდება მხოლოდ ეს. ძნელია შენთვის. ფიქრობ, რომ ადამიანი თუ იმას გაითვალისწინებს, რომ 5 თვეში, კიდე 2 თვეში ამხელა შემოსავლებს აბა და მარტო 27 ლარი აქვს გადასახდელი თვეში, მაგას კი როგორ არ გავაკეთებ? აი დღესაც მქონია ასეთი შეხვედრა. მაგრამ აი ამას უნდა დავურთოთ კიდევ რა. ამისთვის მეგობა რომ კი ბატონო ეს არის მოვალეობა და პირობა რომ შენ შეინარჩუნო ეს ბიზნესი და ამის შემდეგ შენ იწევ ზუსტად 3 ისეთ ადამიანს, რომელსაც მართლა არ გაუჭირდება არც იმ $50 ერთხელ გაღება და არც იმ $10 ყოველთვიური გაღება. აი ასეთი 3 ადამიანი ძნელი მოსაძებნია? აი აქ გჭირდება მეტი დაკვირვებულობა, აი მეტი ხედვა გვინდა აქ, რომ ეს მართლა არ არის რთული, უბრალოდ ჩვენ ვართულებთ ჩვენი ფიქრებით. ჩვენ იმდენად გადავერთეთ ამ პროდუქტებზე და იმდენად გრიხარია ახალ-ახალი შედეგები და სულ გვინდა რომ პროდუქტზე ვისაუბროთ და ეს მესმის. ვიცი რომ მართლა გრიხარია. თითოეული ადამიანის შედეგი, თითოეული ზარი, თითოეული მესიჯი მართლა მაბედნიერებს. მაგრამ ის რასაც დიდი თანხა შეუძლია მოიტანოს და აი ფინანსები რო ვერ გაიგო ადამიანმა, ზუსტად ამ 3-ის გამოთვლის არის, 3-ის გამოთვლაში არის. ანუ ჩვენ როცა ვიწევთ 3 ადამიანს თითოეული მოწვეული ადამიანიდან კომპანია გვირიცხავს $25 მეგობრებო. როცა 3 ადამიანს მოვიწევთ და თუ ეს მოხდება ერთ კვირაში, ჩვენ ამაში დაგეხმარებით და რატომ დავიწყეთ ესე ცოცხალი პრეზენტაციები, აი ცოცხალი ჩართულობები. თქვენ ხალხს ჩვენ შევხვდებით და ჩვენ ვეტყვით ამას. თუ კი 3 ადამიანი დარეგისტრირდება, თქვენ იმ თვეში კომპანია დაგირიცხავთ $75. ეხლა ეს ჩვენი 3 ადამიანს ვეხმარებით, მათაც მოვაწვევიოთ 3 ადამიანი ასეთი პირობით და ეს არის უკვე მეგობრებო მათემატიკური სიზუსტე და ჩვენს ლიდერს ქალბატონანას ვაიმე სასწაულად აქვს ეს გამოთვლილი და 3 როგორც ხდება 3 იწევს მის 3-ს გახდება 9 ადამიანი, 9 ადამიანიდან გერიცხება უკვე მეორე თვეში $45, ის 9 იწევს უკვე 27 ადამიანს, 27 ადამიანიდან $67 გერიცხება და ასე მივდივართ მეგობრებო და 8 კვირაში ზუსტად გამოდის $6561. თუ თითო ადამიანი, თითოს გჭირდება 3 ადამიანი და ერთ კვირაში თუ ჩავეტევით. და თუ მოხდება რომ აი ერთ კვირაში ასე საათივით არ მოხდება და არ იფიქროს ახლა რომელი რომ ეს ad მოხდება ასე მოხდა სხვა ქვეყნებში ნამდვილად მოხდა და შედეგიც აქვს. ჩვენ არ ვაკეთებთ და არც გვაქვს ასე შედეგი. და თუ ჩვენ ამას ჩავხდებით და გავაკეთებთ, ჩვენც მივაღწევთ და თუ 8 კვირაში არ მოხდება და 3 თვეში და 4 თვეში არ მოხდება, იყოს ერთ წელიწადში დაიწყნებთ ასეთ შემოსავალს. ამისთვის უნდა გადავიდიოთ, მეგობრებო, ეს უნდა ავხსნათ ყველასთან. ეს არ არის რთული, ძალიან მარტივია, ასე ვფიქრობ და ვფიქრობთ ამაზე ყოველ პრეზენტაციაზე უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება. ამ დროს ყველა სტატუსი გაკეთებული გაქვს და ადამიანი ბრილიანტი ხდება უკვე და დღეს კომპანიაში უკვე უამრავი ადამიანია ბრილიანტი, რომელსაც თვეში აქვს $16,000. თვეში მეგობრებო. და ჩვენ $1000 და $2000 ვერ გამოვიმუშავებთ, დავიჯერო ასეთი მიმართულებით რო წავიდეთ. აი ეს არის გადასასწრები ჩვენ.
კი, მადლობა ლია, მადლობა ქალბატონ ლია ამ ახსნისთვის და ეს არის აი ბავშვებისთვის რომ ყიდულობენ კონსტრუქტორებს, ხო ვიცით კონსტრუქტორი როგორია, ხო? აწყობ ერთმანეთზე, აწეპებ იმ რაღაცა პლატფორმაზე, რომელიც არის, ხო? და ის კონსტრუქტორი თუ არ შეავსე მთლიანად, ხო, ის რაღაცა ნაწილი რჩება და გაჩერდება, ხო? აი ეს არის ჯაჭვური რეაქცია. 10 თითი მაჩვენეთ თქვენი ლამაზი 10 თითი ქალბატონო ლია. როდალებთ წყალს, თუ ყავას არა მნიშვნელობა. 10 თითი. აბა მოკეცეთ 1 თითი. მოკეცეთ 1 თითი. 1 თითი მოკეცეთ, შემდეგი თითიც მოკეცეთ, მოკეცეთ. ყველა თითი ნელა-ნელა მოკეცეთ. სულ ყველა ნელა-ნელა. აი, ყურეთ ახლა, ნელა-ნელა თითო თითი გახსენით. ნელა-ნელა გაშალეთ თითო თითი. აი ეს ჯაჭვი ხდება. აი ეს ჯაჭვი ხდება 3+3. უყურეთ, სულ ყველამ თუ გაიგო, აი ამ თითებმა, ერთმანეთის შერწყმით, რომ მოხსნათ ნეკათითი, მოხსნათ სხვა თითი, ხო? უკვე არ არის ის სრულყოფილი. ესე იგი, ის თითები არ ეხმარებიან შემდეგ თითებს. აი, თქვენ ჯაჭვური რეაქციით ეხმარებით ერთმანეთს. გესმით, ყველა რომ ჩაწვდეს ამას, ყველა რომ მიხვდეს ამას და ყველამ რომ ის თავისი 3 ადამიანი მოიყვანოს. იმათმაც მიხვდნენ, რომ შემდეგი 3 ადამიანი ამას ასრულყოფილებს. ეს ჯაჭვი ერთმანეთს ეხმარება და წარმოიდგინეთ, ყველამ რომ მიხვდეთ და გაიგოთ ეს სიტუაცია, მთელი საქართველო იზეიმებს. მთელი საქართველო, ხვდებით? ნამდვილად. და რიგრიგობით ყველა გავა ბრილიანტზე. რიგრიგობით. კი ბატონო, ქალბატონო ლიამ კარგად თქვა, შესაძლოა არ მოხდეს ეს 2 თვეში, როგორც არის დაგეგმილი ციფრების მიხედვით, მაგრამ შესაძლოა ცოტა გაიწელოს, კი, ვიღაცამ ცოტა უფრო გვიან მოიყვანოს, ვიღაცამ ცოტა კიდევ უფრო გვიან მოიყვანოს, ვიღაცამ უფრო ადრე მოიყვანოს, მაგრამ ერთ წელიწადშიც რომ გახვიდეთ $6,000 თვიურად, 6,000-ზე კი არა, ზოგი ამბობს 2,000-ზე გავიდე და მეტი არ მინდაოდა. 6,000-ზე გახვალთ, მეგობრებო, თუ კარგად ჩაწვდებით და იგნორს არ გაუწევთ ამ სერიოზულ თემას. თუ მიხვდები და არ არსებობს ამდენი მეგობრებიდან ვინმე არ გყავდეთ ისეთი ადამიანი, ის 3 სანუკვარი ადამიანი, რომელიც თქვენ მოგცემთ ამ შესაძლებლობას. როდესაც თქვენ ასეთ თანხაზე გესაუბრებიან, თქვენ თები უნდა გადააბრუნოთ. დედამიწა გადააბრუნოთ და ის 3 ადამიანი სადღაციდან მოძებნოთ, მოიყვანოთ და აუხსნათ, მეგობარო, შენ რომ მოხვედი, აი შენ რომ მოიყვან შენნაირ 3-ს. ხომ? შენ გადიხარ ამ ხელფასზე და წინ უდევთ ციფრებს. არა ციფრებს სადღაციდან ჩამოფრენილს, არამედ მათემატიკურად გამოთვლის, ზუსტი ციფრებით გამოთვლის, ხვდებით, რომელიც მორგებულია უშუალოდ ლივგუდზე. არც ერთ კომპანიას არ მოერგება ეს, მხოლოდ ლივგუდზეა ეს გამოთვლილი, ხვდებით? ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ამ თემასთან დაკავშირებით თუ კიდე რამის თქმა გინდათ, ქალბატონო ლია და მე კიდევ რაღაც მინდა გავშალოთ. არაფერი რა ვიცი. ხო. ეხლა ბიზნესი გასაგებია, ჯერ ისედაც რომც არ იყოს. კი, სიამოვნებით, რა თქმა უნდა. ქალბატონ ანა, თქვენ დასვით ასეთი კითხვა ალიას დაუსვით, რომ რას ელოდებით კიდევ? მე არაფერს არ ველოდები ქალბატონ ანა პირადად. ამის თანაპროდუქტი გვაქვს. ამ წუთას არაჩვეულებრივი და ასეთი 3+3 სტრატეგია. 3+3 სტრატეგია. რას დაველოდოთ ჩემო ძვირფასებო? მე არაფერს არ ველოდები. მე ბედნიერი ვარ ამ წუთში. მადლობთ ქალბატონო ნანი, კი, არც მე არ ველოდები არაფერს სიმართლედ. არ ვიცი, არიან ადამიანები, ვინც რაღაცას ელოდება. არ ელოდება ამერიკა, არ ელოდება გერმანია, არ ელოდება ავსტრია და მთელი ევროპა. არავინ არაფერს არ ელოდება. ადამიანები სარგებლობენ დღეს იმით, რაც წინ უდევთ მაგიდაზე. სარგებლობენ ამ შესაძლებლობებით და თქვენ წარმოიდგინეთ იმ ადამიანებს 3+3 სტრატეგია არა აქვთ, მარტო საქართველოსაა.
მარტო საქართველოს აქვს. დამიჯერეთ ეს. მე ძალიან ბევრმა რუსულ ჩატებში მომთხოვა და ეს ფუფუნება მარტო ჩვენ გვაქვს. რომ ეს არის კიდევ გაადვილებული, ჯერ ისედაც კომპანიას აქვს ძალიან ადვილი ფორმები მუშაობის და ადვილი სტრატეგიები მუშაობის და აი 3+3 კიდევ უფრო გაადვილებული ფორმა სერიოზულ შედეგებზე გავიდეთ და აი ეს უნდა გიხაროდეთ მეგობრებო, ამით უნდა ზეიმობდეთ, ამით უნდა შესაძლებლობებზე გადიოდეთ. კი არ უნდა იჯდეთ და ფიქრობდეთ, რა გავაკეთო, რა ვქნა, როგორ მოვიწვიო. 3 ადამიანი ეს არ უნდა იყოს ისეთი კატასტროფა, რომ მოიწვიოთ. იმ 3 ადამიანს, როგორც ქალბატონმა ლიამ თქვა, ჩვენ გავესაუბრებით, ჩვენ დაველაპარაკებით და ჩვენ გვინდა ახლა გადავიდეთ ამ მეთოდზე. ცოცხალ მუშაობაზე გვინდა გადავიდეთ და ცოცხალი მუშაობით დაგეხმაროთ. ეხლა მე ამას ვიტყვი, რომ ძალიან უჩვეულო პრეზენტაცია გამოგვდის ქალბატონულია, თქვენც არიყავით ამისთვის, ასე ვთქვათ, განწყობილი და შემზადებული. ხო, სიურპრიზი მინდოდა ასეთი მომხდარიყო, რომ ეს იყოს ყველაფერი ბუნებრივი. მე იყო ასეთი მომენტები, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მე ჩართულიყავი სხვადასხვა ჩატებში ჩვენს პარტნიორებთან და მართლაც ჩავერთე სხვადასხვა ჩატებში. მაგრამ ეს არის ძალიან შრომატევადი, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ეს ჩართვები ხდებოდა, პარტნიორები დამიდასტურებენ, ვისთანაც ჩავერთე და მოვასწარე ჩართვა. მათ ჩატებში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ჩართვებმა. ხალხი ძალიან დაინტერესდა, ხალხი მადლობებს გვიხდიდა, რომ მონაწილეობა მივიღეთ მათ წინსვლაში და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ 5000-ზე მეტი ხართ, მე კი ერთი ვარ, ამიტომ ყველა ჩატებში მე ვერ ჩავერთვებოდი, ეს ფაქტია და ვერ გავწვდი ამდენს, ამიტომ ეს მომენტი შეწყდა და ეს ეხლა გვინდა გადმოვანაცვლოთ მთლიანად აი აქ თავარ ჩატში და თქვენთან ერთად წავიდეთ წინ. თქვენი ენა, თქვენი მოსაუბრე, თქვენი მიკროფონი ვიქნებით ჩვენ. თქვენს მაგივრად ჩვენ ვესაუბრებით თქვენს ადამიანებს, უბრალოდ აქამდე მოგვიყვანეთ ის ადამიანები. გადათელეთ მთელი სამყარო და ის ადამიანები მივიყვანეთ. სხვათა შორის ერთხელაც ასე გამოვაცხადე და ვიღაცამ ძალიან ცუდად ისარგებლა ამ ჩემი ნათქვამით, რომ ნანა ლომიძე გბრძანებლობთ, რომ მოიყვანეთ 3 ადამიანი. კი არ გბრძანებლობთ, თქვენთვის ვამბობ ამას, რომ თქვენ დაგეხმაროთ ამ მიმართულებით, რომ თქვენ მართლა ბედნიერები იყოთ ამ კომპანიაში. ისე რომ ეს პირველი იქნება დღევანდელი დღე, თქვენ უკვე გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ შემდეგ შეხვედრებზე შეეცადეთ არ ვიძახი ყველა შეხვედრაზე, თუ ყველაზე მოიყვანთ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც, თუნდაც ორშაბათის ჩართულობებში, თუ შეგიძლიათ მოიყვანოთ ადამიანები და გითხრათ, რომ თქვენ ყავთ სტუმრები, აი იმ სტუმრებს გავესაუბრებით, გაესაუბრება ის ადამიანი, ვინც პრეზენტატორი იქნება და რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, პრეზენტატორი უკვე მარტო აღარ გამოდის და ჩართულობით გამოდის. ამიტომ თქვენზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული, რა თქმა უნდა ჩვენზეც, რომ დავაინტერესოთ თქვენი სტუმრები. ეხლა რაც შეეხება პროდუქტებს, კი, ქალბატონო ლია გისმენთ, რაღაცის თქმა გინდათ? ვფიქრობ, რომ ეს მოგვიტანს სერიოზულ შედეგს და აი ყველას გაგვახარებს და ძველი პარტნიორებიც ეს გამოწვევა იყოს ყველასთვის. ახალი პარტნიორებისთვისაც, ძველი პარტნიორებისთვისაც და აი ხელახლა დავიწყოთ 3-ის მოწვევის პრინციპი. აი ძალიან მაგარი იქნება. კი ბატონო. საღამოშიდობის ეხლა მაგის აღნიშვნა მინდოდა, ბოდიშით ქალბატონო ნანა, სწორედ მაგის აღნიშვნა მინდოდა, იმიტომ რომ პირადად ჩემს ჩატში ქონდა ქალბატონო ნანას ჩართვები და მართლაც გამოცოცხლდა ჩატი, მაგრამ როდესაც უკვე რა თქმა უნდა ვერ შეძლებს, ხო, შეუძლებელია ეს მართლაც, ისიც კი მიკვირს ან ამდენს როგორ წდება. ამიტომ შეწყდა და ფაქტიურად ჩატიც ჩაკვდა და აი ეს გამოხმაურება და დღევანდელი აი ეს იდეა, ხო, მართლაც დააგვირგვინებს ჩვენს უნიკალურ კომპანიას და უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა ამისთვის და მოკლედ ყველა ვართ მოხარულები და ყველა ვართ ერთმანეთის გვერდში, იმიტომ რომ აქ არის სწორედ ის კომპანია, სადაც ერთი ოჯახია და ერთ გუნდად მუშაობთ. მადლობა. უბრალოდ ვიმუშავებთ ერთ გუნდად, დღეიდან შევეცდებით, რომ მართლა ერთ გუნდად შევიკრათ, რომ მართლა ყველა მიაღწიოს წარმატებას. ვინმეს გააქვთ რამე მოსაზრება 3+3-თან? შეგიძლიათ ჩაერთოთ, მეგობრებო. ან შეკითხვა თუ გაქვთ რამე?
ძალიან დიდი თხოვნა, ნუ გაჩუმდებით, ისაუბრეთ ჩვენთან ერთად და ჩაერთეთ ჩვენთან დისკუსიაში. ქალბატონო მანანა, ქარდევას მიმართავ, ქალბატონო მანანა, ჩაერთეთ, აბა თქვენ რა სიტყვით 3+3-ზე? მოგესალმებით, ქალბატონო ნანა, ქალბატონო ლია, საგაუმჯდობისა მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, ძვირფას პარტნიორებს და სტუმრებს, ასევე მომავალ პარტნიორებს. Ზუსტად ეხლა ვაპირებდი ჩემი აზრის დაფიქსირებას. შეიძლება ადამიანებმა იკითხონ, საიდან მოიყვანონ ეს სამი ადამიანი. მეგობრებო, მე დავსვამ ერთ კითხვას. და განსაკუთრებით ქართველებისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ იქნება რთული. თქვენ რომ ქორწილის გადახდას აპირებდეთ, შვილის ქორწილის გადახდას აპირებდეთ, ძეობას აღნიშნავდეთ, ქორწინების წლის თავს იქ ვერცხლი, ოქრო და ასე შემდეგ აღნიშნავდეთ. რამდენ ადამიანს დაპატიჟებდით? შეძლებდით თქვენი სანაცნობო წრიდან 3 ადამიანის მოწვევას? მე ვფიქრობ, რომ ვერა. იმიტომ რომ ჩვენ ქართველები მით უმეტეს გაცნობილები ვართ. ჩვენი პურმარილით 100 კაციანი, 200 კაციანი უკვე აღარ არის მოდაში 500 კაციანი ქორწილებით და დავიჯერო ამ 500 კაციდან იმ ადამიანებიდან, რომლებიც თქვენს ქორწილში და ძეობაში უნდა დაპატიჟოთ 3 ადამიანის მოწვევა და ამორჩევა გაგიჭირდება? პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი იქნება ის ადამიანების რიცხვი, რომლებიც აი ამ საოცარ კომპანიაში უნდა დაპატიჟოთ, რადგან ეს არანაკლებ ისეთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი მოვლენაა, როგორც ქორწილი. ქორწილი არის სიხარულის გაზიარება, მაგრამ აი ამ ბიზნესში გვერდით უნდა ამოიყენოთ ის ადამიანი, რომლებსაც ისურვებდით, რომ თქვენს ქორწილში და ძეობაში ყოფილიყო. მე ასეთი მიდგომა მაქვს, მე ასე ვუყურებ ამ კომპანიას დღეს და წლებზე მაქვს გათვლილი ამ კომპანიაში თანამშრომლობა. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ როგორ ვეუბნებით ადამიანებს. რამხელა ცეცხლი გვაქვს გულში და როგორ გადავცემთ ამ ცეცხლს, ამ ანთებულ ცეცხლს როგორ გადავცემთ, ხო? აი ადამიანი მაგალითად გვეკითხება, რა არის საკომპანია ლივგუდი? საერთოდ რა შეგიძლიათ გითხრათ ლივგუდზე? ლივგუდი კარგი კომპანიაა ძალიან, გაყიდვებს არ თხოვლობს, მოვალეობები არაფერი არ გვაქვს და რა ვიცი, უკეთესი შესაძლებლობებია ვიდრე სხვა კომპანიებში. ეხლა მეორე პასუხი. ლივგუდზე საერთოდ შეიძლება კითხვების დასმა, ლივგუდი გვინავს. ლივგუდზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს უკვე და თქვენამდე არ მოვიდა ეს ამბავი საოცრება. განსხვავებას ხედავთ რამეს პასუხში? კი ბატონო. განსხვავებას ხედავთ ძვირფასო პარტნიორებო პასუხში? ქალბატონო ნანი, განსხვავებას ხედავთ? რა თქმა უნდა, შეთავაზებას აქვს განწყობას დიდი თავი. მე რა თქმა უნდა, ქალბატონო ნანა. მეთქი სხვა იტყვის თქო და გავჩუმდი. სულ მე ხარ უნდა ვისაუბრო, ლიასაც მივცეთ ახლა და ყველას ქალბატონ ლიას, ქალბატონ ნანის, ყველას გეკითხებით, განსხვავება ხომ არის ამ შეთავაზებაში. ამიტომ ეს ცეცხლი ჯერ ჩვენ უნდა ავინთოთ გულში, რომ ასეთი ცეცხლი გადავცეთ. აი ის ჩვენში რაც არის ეს ანთებული გადაედოს ადამიანს, გესმით? და არა რაღაცა ესეთი მონოტონური პასუხი ინფორმაციის სახით. როდესაც მონოტონურ პასუხს ვაძლევთ ინფორმაციის სახით, ეს აღარ არის ადამიანებისთვის საინტერესო. მათ ეს არ აინტერესებს. როდესაც რაღაცა პატარა განსხვავებას დავანახებთ იმასთან, რაც არსებობს დღეს დედამიწაზე. დიახ, ქალბატონო ნანა, თან აიუბნები ესე. კარგი პროდუქტია. კი, კარგი პროდუქტია. ეს არ არის გადაცემა. ეს არ მოდის გულიდან. ამას გძნობს ადამიანი. თუ იცი რომ კარგი პროდუქტია, უნდა დააგემოვნო და უფრო ცეცხლი აგენთება და აგიზგიზდები. ისე ვერ აგიზგიზდები, ვერაფრით და ვერ გაიგებ რა არის კომპანია ლივგუდის პროდუქცია. კი ბატონო, მე როდესაც ვიყავი ხა საქართველოში, ჩემ ნათესავებს რო ვესაუბრე, ერთ-ერთ ნათესავს უпростоრეთ მითხრა, რომ კიო, მე მსმენიაო, მითხრეს, მაგ რაღაცა ლივგუძეო, გამიგიაო და ხო, მითხრეს, რომ კარგი პროდუქტია, ზუსტად როგორც ახლა ქალბატონი ნანი აბო და რაღაცნაირად არ დავინტერესდი, ხა ყველა თავის ჭაობს აქებსო და იმანაც თავისი ჭაობი შეაქოოდა.
მე რომ მკითხა მართლა რა არის ასეთიო და მე რომ უთხარი ეს პროდუქტი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ელექსირი, რომელიც ყდრეთით აღადგენს ადამიანებს თქო. და ადამიანებს, რომლებსაც ისტუმრებენ, მე უთხარი სადღაც უკვე რომ ექიმები ეუბნებიან, რომ всё, კარგად იყავი, წადი ოჯახში დაემშვიდობე და მოეფერე, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ შეიძლება შენ აღარ არსებობდე, ასეთი ადამიანები ბრუნდებიან ექიმებთან და ანალიზებს იღებენ და არა უბრალოდ სასიცოცხლოდ აბრუნებენ დედამიწაზე და საერთოდ ჩვეულებრივი სიცოცხლისთვის წანჯაწამებით, არამედ ჯანმრთელი სიცოცხლისთვის აბრუნებენ. აი ამ პროდუქტებზე გვაქვს საუბარი მეთქი და აი მაგის შემდეგ რა თქმა უნდა მიხვდა რა პროდუქტებზე იყო საუბარი. ეხლა მე ცოტა მონოტონურად თქვი, მაგრამ იქ ცეცხლები მომდიოდა რეალურად, როდესაც ვლაპარაკობდი, ხო? იმიტომ რომ მთელი ემოციები იყო ამაში ჩართული. ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ესაუბრებით ადამიანებს. იმიტომ რომ ის ემოციას და თქვენ შინაგან განწყობას აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. კარგით, ქალბატონო ლია, ეხლა ისე თქვენთან გადმოვალ და მე ვიცი, რომ თქვენ პროდუქტის მიმართულებით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეთ. რა თქმა უნდა, ახლა თქვენმა სალონმაც განაპირობა ეს და მეტი შესაძლებლობა გაქვთ და ბევრი ხალხი შემოდის თქვენთან და აქედან გამომდინარე გეძლევათ საშუალება, რომ ამ ადამიანებს შესთავაზოთ და მით უმეტეს, როდესაც თქვენ უკვე ბრძანდებოდით სხვადასხვა ქსელურებში და ცნობილი ხართ იმით თქვენ, რომ უკვე გქონდათ ბიოდანამატები, მაგრამ ეხლა საოცრებები გიდევთ იქ ლივგუდის პროდუქტის სახით. როგორ გამოიყენეთ ეს პროდუქტი? როგორ აწარმოებთ ამ გაყიდვებს, მიუხედავად იმის, რომ ძალიან გაგეხარდათ, რომ გაყიდვები არ იქნებოდა ამ კომპანიაში და მაინც გაყიდვებით ხართ ამ წუთში დაკავებული და როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს? თქვენი გამოცდილება თუ შეიძლება გაუზიარეთ აუდიტორიას, იქნებ ვინმემაც გამოიყენოს იგივე მეთოდიკა. კი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სალონი ნამდვილად რა თქმა უნდა მოქმედებს. შემდეგ ვიტყვი იმას, რომ მე კიდეც აღნიშნე, რომ როცა მე გამოვცადე ეს პროდუქტები და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასე იყო, დავრწმუნდი, რომ აქ იყო მხოლოდ ორგანული და არ იყო რამე სინთეზური, რა თქმა უნდა, შეთავაზებას უფრო ვაკეთებდი და დღეს არ არსებობს ადამიანი, ყველას რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩემთან როცა მოდიან და ჩვენ ვსაუბრობთ ელემენტარულ თქვათ, რა ვიცი, რაც არ უნდა მითხრას ადამიანმა, მე ვეუბნები, რომ აი ჩემი ხო გჯერა, იცი ჩემ შესახებ ყველაფერი. აი მე ახლა ისეთ კომპანიას ვარ დაკავშირებული, ყველაფერი აქვს მთლიანი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პროგრამა. ვეუბნები ადამიანს და შენ რომ ერთი რაღაცისთვის პრობლემა გაქვს ჩემო კარგო, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ვთქვათ ომეგა პირობითად ვამბობ, ან ერთი რაიმე D ვიტამინი ამას მხოლოდ მოგიგვარებს. აქ არიან სერიოზული ექიმები, რომლებიც გვასწავლიან, როგორ უნდა მოხდეს, რა შემთხვევაში ხდება მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღება და რას მოიცავს ახლა ეს. ექიმებს აქვს ძალიან მაგარი პროგრამა, ასე რომ ვთქვათ, ეფექტური პროგრამა შედგენილი, რომ როგორი დაავადებაც არ უნდა ჭირდეს ადამიანს, როგორი რთული მდგომარეობაც არ უნდა ჭირდეს ადამიანს, ეს პროგრამა აქვს შედგენილი, რაც ითვალისწინებს პირველ რიგში ნაწლავების წმენდას, სისხლის წმენდას, ანთებითი პროცესების აღმოფხვრას, ქალია თუ კაცი იმის მიხედვით ვიტამინებით და მინერალებით შევსებას, ტვინზე მუშაობას, სტრესის მოხსნას და ნერვულ სისტემაზე მუშაობას და ამის შედეგად ხდება მეგობრებო, აი მთლიანი ორგანიზმის შეცვლა, მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღება. და როცა ადამიანი მოდის რო და მეუბნება მე ლია რაღაცა სახსრებში ვერ ვარ და მოდი D ვიტამინს წავიღებ, მაკლი ანთ მომცვივა და D ვიტამინს წავიღებ და იქნებ მიშველოს, მე ვეუბნები, მეგობარო, შენ უნდა გააკეთო ეს პროგრამა. თუ გინდა რომ შედეგი ნახო, სერიოზული შედეგი დადო და ნახო და შენი თავი შენ თვითონ ვერ იცნო, შენ არ იცი რა ხდება შენ ნაწლავებში, შენ არ იცი რა ხდება შენ სისწარღვებში. დღეს უამრავი ადამიანი და დღესაც ერთი ადამიანი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილის გავიგე თრომბი მოვიდაო ადამიანს თავში 50 წლის ქალბატონს, აი ძალიან ვინევრიული. ეს საიდან ხდება მეგობრებო, ის სისწარღვების დაბინძურებით.
და ამ ექიმებს ესენი ისე კარგად აქვთ ეს პროგრამა შეკრული, როცა ამას ყველაფერს გადის ადამიანი, აი გრძნობს თავის ორგანიზმზე, გრძნობს, რომ სხვა ადამიანად გადაიქცა. ამას რო გრძნობს, მე ბუნებრივად მას მოყავს, ბუნებრივად ის საუბრობს მის ოჯახში, ცოლმა დაიწყო ქმარს დაალევია პროდუქტი, ცოლი ხერხემლის პრობლემები ჰქონდა და როგორ ჩანს ახლა ადამიანური მომენტია, რომ მიხვდა რომ რაღაცა კარგი იყო, მე ქმარსაც დაუწყო იმისი პროდუქტების დალევა და აღმოჩნდა რომ ქმარს 220-ზე ადიოდა წნევა და 220-ზე და 240-ზე ხანდახან ისეთ ვერ უგდებთ ვერანაირი დამწევებითო და ვერანაირი მარეგულირებლებით ვერ ცოლმა ისაუბრა ხმოვანი ჩამიგდეს, ესე იგი რომ ამ ადამიანს ჩემეუღლეს წნევას ვერ უგდებდით. და როცა ამას გამოცდის ადამიანი, ეს თავისთავად იყიდება. და როცა მე საერთოდ არ მინდოდა ამდენ გაყიდვებზე მემუშავა, ჯერ ისედაც სალონში ძალიან დატვირთული ვარ და ადამიანი როცა შემოდის, ყველაფერს ყურადღება უნდა გავამახვილოს, საერთოდ არ მინდოდა კიდე რაღაც გაყიდვებზე ვიმუშაო. მაგრამ როცა ასეთი შედეგები ხდება, ადამიანები მართლა ცოცხლდებიან. მოდიან მე ჩემთან რამოდენიმე ადამიანი მოყავთ, მისი სამეგობრო მე ზოგს დედისთვის უნდა, ეხლა ამისთვის მინდა, ახლა ეს პრობლემა გაქვს. და დღეს მეგობრებო არამატო 50 წლის და 60 წლის ხალხს, ახალგაზრდა გოგუებს, ახალგაზრდა ბიჭებს, ახალგაზრდა თაობას აქვს აკნე, კუჭნაწლავის პრობლემები. რატო ეს დღევანდელმა პირობებმა მოიტანა, ჩვენმა სამყარომ მოიტანა, გადავიდა ხალხი გარე-გარე კვებაზე და ადამიანებს სულ ახალგაზრდებს კი არა, ბავშვია იმასაც პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის კუთხით. და ის სამართყოფოებში რო შეხვალ, მართლა ქორწილი გეგონება იმდენი ხალხია. გეგონება დიდი წვეულებაო, ისეთი ამბებია სამართყოფოში და აი მედიცინაც ვერ უკლავდება ზოგჯერ თუ აკვირდებით, რომ რამოდენიმე ადამიანს უთქვია, რომ ექიმთან რომ მივედი, იმდენი პრობლემები მივუთხარი, შემომიყვირა ექიმი. აი ექიმაც რა ქნას უკვე რაღა დაგინიშნოს, როცა შენი ნაწლავები დაბინძურებულია, ნაღველის სავსე გაქვს ქვიშით და კენჭები, თირკმელში კენჭები გაქვს. ეს ხო არ მიხედვის ბრალია და ნახეთ ჩვენ გვეუბნებიან ეს ექიმები. სანამ ეს დაგემართებათ, მეგობრებო, რაც უფრო ახალგაზრდები ხართ, თქვენი თავი მოგწონთ. რაღაცა ცვლილებები მაინც მიდის ორგანიზმში. ამიტომ ყოველთვის გააკეთეთ წელიწადში ერთხელ ნაწლავების გაწმენდა, სისხლძარღვების გაწმენდა, D ვიტამინით, მაგნიუმის მიღება. დღეს მეუბნებიან, როცა მაგნიუმი და კანაფის ზეთი წაიღო ადამიანმა, დღემდე ჩაძინების პრობლემა მქონდა და რას მომესწარილია? თავისთვის მეძინება, ნორმალურად მეძინებაო. რამხელა ბედნიერებაა ეს? და მე ამ ადამიანებმა გამათამამა უკვე. რა თქმა უნდა, ჩემი კომპანიის პროდუქტებმა რო ვიცით, რომ სერიოზული პროდუქტები აქვს, აი ჩვენ პროდუქტებს ამოწმებს GM ამერიკის სერტიფიცირებული მსოფლიო დონის ლაბორატორიები, მეგობრებო. სასწაული პროდუქტები გვიკავია ხელში და ასეთ შედეგებს როცა ნახულობს ადამიანი, ბუნებრივად მოდიან მერე ჩემთან და აი ძალიან ბევრი გაყიდვები გამომდის. ჩემი თანამშრომლები დამეთანხმებიან, ყველა თანამშრომლის მაღაზიაზე მევაკეთებ შეკვეთას, ჩემ მაღაზიაზე თავისთავად, ჩემი რძლის მაღაზიაზე, ჩემი მთელი ჩემი ოჯახის წევრების მაღაზიაზე შეკვეთებს ვაკეთებ და ეს მე მხოლოდ სიტყვით არ ვსაუბრობ. ამას სულ ვხდებ, რა წუთში ჩამოდი შეკვეთები, ვდებ ყველაფერს, ხალხი უყურებს, მაკვირდება, მე ვისაც რამე არ გამოუცდია, ისინიც წერენ, მე მათანაც გადავდივარ, ვუხსნი ამას ყველაფერს და ადამიანი ნორმალურად გებულობს, როგორ შეიძლება ადამიანი იყო ჯანმრთელი და თუ რამე პრობლემები აქვს, იმასაც გებულობს, როგორ შეიძლება გამოჯანმრთელდე. რა გზებით შეიძლება გამოჯანმრთელდე. სულ მომყავს მაგალითად, როდესაც წნევები აქვს ადამიანს და მიდის ექიმთან და უნიშნავს ექიმი წნევის მარეგულირებას. სულ მომყავს მაგალითად, რომ რა ხდება ამ დროს ჩვენ ორგანიზმში, ახლა მარეგულირებელი გაჯანსაღებს? არა, მეგობრებო, თანდათან თვითონ ექიმმა მითხრა, ვინც იცის. იმდენ შარდენებს შეიცავს თანდათან გულს, როგორც ქიშმიში, ასე კუჭავს და აშრობს. ისევე აშრობს ჩვენ სახსრებს და ძვლებს. და როცა ადამიანი წნევის გამო ექიმთან მივიდა და წნევის სწავლებს ღებულობს, დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ამდენი შემავალი შარდენებით გამოერეცხა D ვიტამინი, მაგნიუმი და ის სასარგებლო ვიტამინები, რაც მართლა ჩვენ ორგანიზმს აცოცხლებს. და მე შეექმნა
აგერ ძვლები გამოშრა, უკვე ძვლების ტკივილი, აგერ კუჭნაწლავის პრობლემები, ძვლების პრობლემები რო შეექმნა და ძვლების ექიმთან მივიდა, ექიმთან და იქ გამაყუჩებელი დაინიშნეს, ანთების ძლიერი პროდუქტები დაინიშნეს, ვარესად აუვარდა წნევა, აგერ კუჭზე ნაღველზე აწინა და ადამიანი გაურკვეველ მდგომაშია. ჯაჭურად აღმოჩნდა ერთი რაღაცისთვის მივიდა ექიმთან და წრე დაარტყა მთელ ექიმებს და უამრავი ფული დახარჯა და ბოლოს აღმოჩნდა საშველი მაინც არ არის. და როცა მე დღეს ჩაგერთვებით, ცოტას ჩაგერთვებით, იმიტომ რომ გამახსენდა ერთი მომენტი თქვენ ნათქვამიდან გამომდინარე, რომ დედაჩემი ამ წუთში არ არის, დედაჩემი აღარ არის უკვე, მაგ მიზეზით ვიყავი საქართველოში პრინციპში. და როდესაც ის ცოცხალი იყო და აქ ჩემთან ყავდა ავსტრიაში, მას ყოველთვის დაბალი წნევები ჰქონდა ის თავისი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ რატომღაც მერე უკვე მაღალი წნევები დაიწყო, ჰიპერტონიკი გახდა და 220 საჭარბებდა წნევა. აი სისტემატიურ საშიშროებაში ვიყავით. და უყურეთ რა ხდება, გამოუწერეს ექიმებმა, აი აქ ასე ვთქვათ, განვითარებად ქვეყანაში კი არა, განვითარებულ ქვეყანაში, ყველანაირად რომ ძალიან მაგარი განადგარებია ავსტრიას და ცნობილია მთელ ევროპაში და საერთოდ მსოფლიოში და ასევე წამლებიც აქვთ ისდიდიალური, ასე ვთქვათ, კლასიკურ მედიცინასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობთ, ხომ? გამოუწერეს წამალი წნევის და ეს იყო ძალიან პატარა, ასეთი ძალიან პატარა ტაბლეტი, აი, რომელიც 4-ხად უნდა გაყოფილიყო. 4-ხად ვყოფდით, საშინელება იყო ამ ტაბლეტის 4-ხად გაყოფა, იმდენად პატარა იყო ისედაც და აი ამ პატარა ნაწილს ვაძლევდით და წნევა უვარდებოდა და ცუდად ხდებოდა. იმ დონეზე უვარდებოდა წნევა. მერე გვიწევდა ხან მჟავე კიტრს ვაძლევდით, ხან ყველს ვაძლევდით, ხან რაღაცას გვასწავლიდნენ რომ აეწიოს ცოტა კიდე წნევა, ამ დროს ეს მჟავე კიტრი დამურის, კიდევ მაღლა წევდა ამ წნევას, მერე ისევ ამ პატარა ნაწილ ტაბლეტს მივცემდი და აი ესე მთელი ღამე ვეჯექით დედას გვერდით. მე და ჩემი შვილი. მთელი ღამე, იმიტომ რომ სულ აი ეს წნევა ასე თამაშობდა. და ეხლა უყურეთ. აი ზუსტად გარდა ამის, ამან გამოიწვია მერე უამრავი სხვა პრობლემები. აი ამ წამალმა ზუსტად, რასაც ვაძლევდით, დანარჩენი უკვე დააზიანა, როგორც ახლა თქვენ თქვით, და იგივე სიტუაცია მოხდა ჩემი მეუღლის შემთხვევაში, რომელსაც სოკო ჰქონდა და გამოუწერეს ამ სოკოს მოსაშორებელი რაღაცა წამლები და ძვლების პრობლემა შეგექმნებაო პირდაპირ გააფრთხილეს. ანუ ეს წამლები ამას გამოიწვევს და ვითომ მისცეს რაღაცა დასაცავი ძვლების, მაგრამ არაფერი არ დაიცვა ჩვენმა პროდუქტმა. ჩვენმა პროდუქტმა გადაარჩინა თორე, არ ვიცი, ეგ წამლები რას იზავდა, ფეხზე ვეღარ დგებოდა უკვე რაც სულ ცოტა ხანი დალია, რაღაცა ნახევარი თვე და უკვე უჭირდა ადგომა და დაჯდომა, იმიტომ რომ გადავიდა ძვლებზე. ანუ ერთს თითქოს და შველის ეს ქიმიური წამლები, რასაც წერენ ექიმები, მეორეს აზიანებს. აი ეს არის ფაქტი. ამიტომ დღეს აი მართლა ელექსირი გვიდევს წინ, რომელიც აი ამ ყველაფერს არეგულირებს, ასწორდა თქვენი ორგანიზმი მთლიანად უფთავდება და მთლიანად ჯანმრთელდება. კი ბატონო. ესე არის ნამდვილად ასე არის, აი მართლა ასე არის და მე რა ხდება, მთლიანი ორგანიზმი რო გასუფთავდება, შეივსება, შემდეგ ორგანიზმს აქვს რეგენერაციის უნარი, თვითონ აღიდგენს, აღდგენების უნარი აქვს მე ორგანიზმს და მართლა აღმოჩნდები, რომ მთლიანი ორგანიზმი გაგიჯანმრთელდება ადამიანს, უფრო დიდხანს იცოცხლებ და უფრო ბედნიერი და დღეგრძელი იქნება. ეხლა მაინტერესებს რა ქალბატონო ლია. მე დაგისვით წეღან კითხო, მაგრამ ისე ხართ შეყვარებული პროდუქტზე, რომ მთლიანად გადაერთეთ ეხლა ამ პროდუქტზე და მოყევით მათი შესაძლებლობები ამ პროდუქტის, მაგრამ ეხლა ჩვენ გვაინტერესებს კიდე სტრატეგია. პროდუქტებზე მუშაობის სტრატეგია. აი ეს გვაინტერესებს, რომ მივაწოდოთ აუდიტორიას, ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც იქნებ შესძლონ ამ მიმართულებით მუშაობა. ანუ დეტალები გვაინტერესებს, როგორ იწვევთ კლიენტებს, თუ პარტნიორებს, რანაირად იწერთ, ну, რაც სათქმელია და რაც შესაძლებელია, რომ ითქვას, აი ამ მიმართულებით იქნებ სხვამაც მოახერხოს და თუ დაუშვათ მოწვევებს ვერ ახერხებენ, თუმცა მოწვევებზეც ვილაპარაკეთ, რომ აქ რთული არაფერია, აი ამ მიმართულებით მაინც იქნებ გქონდეთ სვლა. კი. მე მაგალითად სოციალურ ქსელში ახლა როცა დაიდება მაგალითად
შეკითხვა ადამიანი ითხოვს დახმარებას. ადამიანი წერს თავის პრობლემას, უამრავი ისინი არის, ხდება, რამოდენიმე ხდება, წერს თავის დახმარებას, ითხოვს აქ ჯანმრთელობის პრობლემა და იქ მიდის ძალიან ბევრი პასუხები. ზოგი წერს წამალს, ზოგი ურჩევს იმ წამალს, ზოგი ამ წამალს და მე ჩამოვყავ იმხელა ტექსტს წერ, რომ არა მარტო ამ ადამიანმა გაიგოს, ვინც წაიკითხავს ამას. წერ ტექსტს. თუ კრიტიკული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უწერო მიმართე ოჯახის ექიმს და ზოგადად მე წერ, აი ზუსტად რაც მოვყევი, ამას მოკლედ ჩამოუყალიბებ, რომ ძალიან კარგი იქნება მთლიან ორგანიზმს თუ გააჯანსაღებ და ამის ფონზე მიაღწევ ჯანმრთელობას ყველა შემთხვევაში. და უგდებ ლინკს, იქვე ვაგდებ ლინკს, იმას უყურებს ძალიან ბევრი ადამიანი და შემდეგ სულ უცხო ადამიანები გადმოდიან ჩემთან, მიმეგობრდებიან, მერე ხმოვანსაც მიგზავნიან, რა არის ეს, მერე ჩემი გამოცდილებას ჩავაქსოვ, ასე ვიზიტავ ადამიანებს, როცა მე სწორად გაუზიარებ ინფორმაციას, არა მარტო სალონში მოსულ კლიენტებს, მთელ სოციალურ ქსელში ასე ვმუშაობ, რაც კი შემიძლია და აი ეს ადამიანები ნელ-ნელა იწყებენ ჩემთან შეკვეთის გაკეთებას. მერე ვეუბნები ასეთ რაიმეს. თქვენ შეგიძლიათ კომპანიას დაუკავშირდეთ და როგორც კლიენტი დარეგისტრირდეთ $10. ყველა მეუნება ვაიმე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, არანაირი ბიზნესი არ მაინტერესებს. და მაშინ ვეუბნები, თქვენ გააქვთ შესაძლებლობა, რომ $10 დაუკავშირდეთ კომპანიას, გააკეთოთ რეგისტრაცია და როგორც ჩვენ პარტნიორები, თქვენც შეგეძლებათ კლიენტურად მიიღოთ 75%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქტზე. და აი მაშინ მეუბნებიან, რომ ზოგი წამოვიდა ამ $10 რეგისტრაციაზე, თუ კი პროდუქტებს ასე მივიღებ და ვეუბნები. თუ შენ მთლიან პაკეტს შეისყიდი მაგალითად, გადაიხდი $10, მაშინ ეს ველნეს პაკეტი ვეუბნები, რომ დააგჭირდება სულ დაახლოებით $120, როცა წევრი ხარ. თუ კი მანდამაინც გინდა იყიდო, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრ შეკვეთებს რო ვაკეთებთ, ბევრი ხარჯიც გვაქვს და ოდნავ წამატებული არის, დაგიჯდება $150. არიან ადამიანები და ბევრი ადამიანები არიან, რომ მიკვეთავენ პირდაპირ, მოდი ჯერ შენ იმიტომ რომ რო ვეუბნები შემდეგ კიდე $10 გექნებათ გადასახდელი, რომ თქვენ სულ ნებისმიერ მომენტში ისარგებლოთ ასეთი პროდუქტები, მეუბნებიან, რომ ჯერ შენ გამომიწერელია, მოდი შევხედავ, გადავხედავ მართლა ასე მაგალითად ვიქნა და აი მე დავრეგისტრირდები მაგ $10-იანით. აი ასეთი მიმართულებით გავდივარ გაყიდვებზე. შემდეგ როცა ასე მაგალითად პაკეტურად ვყიდი ამ პროდუქტს, ახლა პაკეტში ვიცით ჩვენ რაც შედის ძირითადი პროდუქტები, მაგრამ შემდეგ უნდა ადამიანს ყავა, ჩვენი ორგანული ყავა, უნდა წონის დაკლებისთვის ლეანი მაგალითად უკეთესი წონა, უნდა ჩვენი კოლაგენი, ეს ჩვენ ველნეს პაკეტში არ შედის, ხო? აი დამატებით შემდეგ მთხოვენ, რომ აი გამოუწერო მაგალითად ყავა, ან გამოუწერო ყავა და ლიანი ერთად. და ყოველთვის ვიღებ წინასწარ შეკვეთებს, იმიტომ რომ 3 კვირა აგვიანდება, ეხლა უკვე მეტიც გამიჩერეს პროდუქტები და ბოდიში მომიხადეს, ძალიან ბევრი პროდუქტები გაჩერდა ჩემი. და ვეუბნები, რომ მაშინ უნდა მოითმინოთ, იმიტომ რომ მე როცა ვაკეთებ შეკვეთებს, ბევრი შეკვეთები მაქვს. მიყურებენ, ჩემთან როცა მოდიან, მიყურებენ, რომ სავსიარვეული თავისი თვალით უყურებენ, რამდენი შეკვეთები მაქვს და აი ამათი მერე გაკეთდება თქვენი შეკვეთა. და თქვენ თუ ახლავე დარეგისტრირდებით, 3 კვირაშივე მიიღებთ თქვენ შეკვეთას. ყველაფერს უხსნი. აი არ ვარ გადასული იმისთვის, რომ ვიღაცას თიდო პროდუქცია $10 და ეს დამჩეს. მაგალითად, ამაზე არ ვარ მე თვითონ პირიქით მინდა, რომ უფრო დარეგისტრირდეს ადამიანები, უფრო მეტი გაიგონ, მაგრამ რატომღაც მაინც ბევრი ადამიანი, ჯერჯერობით ბევრი ადამიანი
მხოლოდ შეკვეთებს, უფრო მეტი შეკვეთებს მაძლევს, ვიდრე რეგისტრირდება. აი, ასეთი მიმართულებით გავდივარ ამ გაყიდვებზე. ასეთი მიმართულებით რომ გადიხართ, საინტერესო ალბათ ყველასთვის, რომ გაქვთ თუ არა რამე შემოსავალი თუ ხერხული არ არის თქვენთვის ამაზე საუბარი. არა, რას ამბობ, სერიოზული შემოსავალი გაჩნდა, მართლა სერიოზული შემოსავალი, რაც არც ერთ კომპანიაში მე ეს არ მიგწნია. მით უმეტეს მაქვს დიდი გამოცდილება სხვა კომპანიიდან და კი ძალიან ბევრჯერ გავიხარე, მაგრამ დიდი შრომის ფასად მეგობრებო და აქ ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად ვფიქრობ, რომ სერიოზული შემოსავალი გაჩნდა ჩემს ოჯახში. ანუ აქედან გამომდინარე ძვილფასო მეგობრებო, თურმე რაზე ყოფილა საქმე დამდგარი ჩვენს მონდომებაზე. ჩვენს ძალიან დიდ სურვილზე რომ გავიდეთ შემოსავლებზე. ანუ კომპანია ლივგუდი კი არ არის შეფერხება ჩვენ ვართ თავად. როდესაც ჩვენ რაღაცას ვერ ხედავთ ისე, ან არ გვინდა დავინახოთ, ან გვეზარება ზედმეტი მოძრაობა, ზედმეტი მოქმედება, გვეზარება ადამიანებთან საუბარი. არ ვართ იმისთვის მზად, რომ უარი მივიღოთ ჩვენ შეთავაზებებს ვაკეთებთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უარისთვისაც. ხომ? გამიგია მექსელებისგან ძალიან ძლიერი მექსელისგან ფაქტიურად 25 და 30 წელი რომ ექსელია, თუ 3 ადამიანი გამომყვა 100 ადამიანიდან, ესე იგი ძალიან ძლიერი მექსელე ვარო. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ქსელშია, მაგრამ ლივგუდში ნამდვილად არ არის ასე, რომ 100 ადამიანიდან მხოლოდ 3 ადამიანი გამოყვათ, იმიტომ რომ აქ 5000 რეგისტრირდება ყოველ კვირეულად, არათვიურად, კვირეულად. გესმით? ამიტომ შეიძლება საქართველოში ეს რაღაც ერთგულე გახდა რატომღაც, მაგრამ მთელ სოფლიოში ნამდვილად არ არის მდგომარეობა, მთელ სოფლიოში აი ესეთი რაოდენობის, ამდენი რაოდენობის ადამიანი რეგისტრირდება. ეს რა დავინახეთ ჩვენ ქალბატონი ლიას წარმოდგენიდან? ჩვენ დავინახეთ ის, რომ ამ ადამიანმა დაინახა ბიზნესი, დაინახა შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები როგორც ბრილიანტი ისე დაიჭირა ხელში და როგორც ბრილიანტი ისე გამოიყენა თავისი ბიზნესისთვის და თავისი მომავალი ცხოვრებისთვის, თავისი შვილისთვის აწყობს ეს ადამიანი თავისი შვილისთვის და შვილიშვილებისთვის ბიზნესს, ხომ? ამას გადასცემს ამ ბიზნესს და თვითონაც ისარგებლებს და მისი ეს შთამომავლობაც ისარგებლებენ ამით. ესე იგი, ამ ადამიანმა მოინდომა ფული, მოინდომა ჯანმრთელობა, თურმე სად ყოფილა კითხვა? მონდომებაში. მეტი არაფერში. ესე იგი, თქვენც რომ მოინდომოთ, თქვენც რომ მოისურვოთ, თქვენც რომ გადადგათ ნაბიჯები, ეს არის სამუშაო, მეგობრებო. არ უნდა დაგეზაროთ მუშაობა. სანამ მოვაღწევდი აქამდე 27-4-ზე კი არ მუშაობდი, 38-70-ზე მუშაობდი და 100-150-75-ზე. ანუ ღამე დღე გასწორებული მქონდა თავიდან, როდესაც აქ დავიწყე მოღვაწეობა. იმიტომ რომ ბიზნესი არ შეიძლება აეწყოს ისე უბრალოდ ესე ხელის ერთი გაყვრით და წყապ ასე ვქნა და გაჩნდა ფულები. ასე არ ხდება. აქ არის ძალიან სერიოზული მუშაობა და თქვენ წარმოიდგინეთ, მე მგონი ეს მუშაობა განსხვავდება იმ სამუშაოდან, როდესაც მთელი ცხოვრება გადახვეწილი ვარ 18 და 30 წელი სხვის ქვეყანაში და არც შვილს ვხედავთ, არც ძირს ვხედავთ და ტელევიზორებში ვუყურებთ ერთმანეთს და იქ ვუვლით სხვა ადამიანებს მერთმა კარგად ამყოფოს ის ადამიანები, მათ არაფერს არ ვერჩი, მაგრამ როდესაც თქვენი მშობლები აქ, თქვენი მონატრულები ზიან საქართველოში და თქვენ მიგრანტებს გულისხმობთ, გადახვეწილი ხართ სხვა ქვეყანაში, ძალიან ბევრი ოჯახები ინგრევა პირველ რიგში, აქედან გამომდინარე. იმიტომ რომ წლების მანძილზე რომ ოჯახში არ შემოდის ქალი, თავისთავად ინგრევა ის ოჯახები, ხომ? შვილები იზრდებიან ფაქტიურად უდედოთ და რა შეიძლება იყოს ბებიასთან რომ არის შვილიშვილი და რა მოყვება ამ ყველაფერს, თქვენ თვითონ ხართ ამ ყველაფრის თვითმხილველები. ამაზე არ გავყვები. ამიტომ აქ თქვენი ენა გაძლევთ ლუკმაპურს, თქვენი ენა გასაზრდოვებთ და თქვენ ენას მიყავხართ ფაქტიურად აი ამ უსერიოზულ შესაძლებლობებამდე. დაგერ ქალბატონი ლია ცოცხალი ფაქტი და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მოისურვა იმუშაოს აქ და მართლა გავიდეთ შესაძლებლობებზე, გავიდნენ კიდეც, იმიტომ რომ მოინდომეს. თქვენც უნდა მოინდომოთ.
კი, ესეა ნამდვილად ჩემი ერთმა პარტნიორმა მოინდომა ფატი ბენიძემ, რომელიც 1 წელი გაჩერებული იყო ეს გოგო, არადა ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კეთილი ადამიანია, მასაც ძალიან ბევრი ადამიანი ენდომა და მე ჩემი გამოცდილება მოუყევი, მოდი მეთქი თუ შეთავაზებებს ვერაკეთებ, მოდი პროდუქტებზე დაიწყე მუშაობა და ისეთი კარგი შედეგები აქვს უკვე ძალიან გახარებულია და ძალიან მიყვარს, ძალიან გამიხარდა, რომ ადამიანი ეხლა მიიღო გადაწყვეტილება და აი გაიზიარა ჩემი გამოცდილება და თვითონაც ჩემსავეთ უკვე კარგ გზას დაადგა, ასე რომ ვთქვა, არის წინსვლას დაადგა ამ კუთხით. ეხლა ყველა პარტნიორს უსვავ კითხას, ქალბატონო ლია, მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ ამ ჩართულობაში, ასეთ სპონტანურ ჩართულობაში ძალიან დალაგებულად მიყავთ საუბარი, უღრმესი მადლობა ამისთვის, მიუხედავად იმის, რომ თქვენთვის ეს ყველაფერი იყო მოულოდნელი. კი. და ეხლა მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ აი დაუშვათ, რომ კონცენტრირება დაგერღვიათ ქალბატონო ლია და შემოთავაზებებზე არ გეთქვა თუ არის. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? გულისხმობ კონცენტრირება, რომ დაგერღვიათ კომპანია ლივგუდზე და ნახევრად დაგენახათ ეს შესაძლებლობები, იმიტომ რომ გადართულიყავით სხვა შემოთავაზებებს. აჰა. რა თქმა უნდა, ყურადღება გამეფანტებოდა, რა თქმა უნდა, მე როცა საერთოდ ვარ ასეთი ადამიანი, თუ კი რაიმეს პასუხისმგებლობა ავიღე, მე არ მიყვარს ყურადღების გაფანტვა და სხვაზე გადართვა, იმიტომ რომ როცა უყურებ, რომ იმას ჩემთვის მოაქვს წინსვლა, წარმატება ყველანაირად და როცა ვიცი, მე იქ მინდა უკვე განვითარება, მე არ მინდა გვერდით, არ ვარ ისეთი ადამიანი, რამოდენიმე საქმე ერთად ვაკეთო. მით უმეტეს ჩემს სალონთან ერთად. აი ლივგუდზეც ვამბობდი უარს, მაგრამ როცა მე ბევრი რაიმე დავინახე, მე ჩავებღაუჭე, ასე რომ ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესი კომპანია ჯერ ჩემთვის არ ყოფილა არასდროს. და ამიტომ მე არ მინდა ტვინში დაუშვა ის, რომ რაღაც სხვას გადავერთო კიდე. იმიტომ რომ გამეფანტება ყურადღება, აქ მე მყავს ხალხი, ისინი მიყურებენ მე და მე ვერ გავაკეთებ იმას, მე უნდა მივაქციო ამ ადამიანებს ყურადღება, რაღაც წილი პასუხისმგებლობა მე ამ ადამიანების აღებული მაქვს, ჩემს გვერდით არიან, ჩემს სიტყვას გამოგდნენ და მე უნდა ვიყო ამ ადამიანებისთვის მაგალითი, მე ვერ დავიწყებ, ნამდვილად ვერ დავიწყებ. ვერ გაწუდება ჩემი ტვინი ამას და ჩემი შესაძლებლობა, რომ სხვაგანაც კიდე რაიმე სხვა საქმეებით დავკავდი. ამიტომ მირჩევნია მე აქ განვითარდი, აქ უყურებ ჩემ თავს, ეს არის ჩემი საქმე და ეს მირჩევნია ამაში უნდა ვიყო 100%-ით კონცენტრირებული. ვერ მოგეცახმებას ნამდვილად ვფიქრობ 100%-ით გულწრფელად ვამბობ ამას, დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს რო არ გამეფანტოს აზრი, რო არ გამივიდეს, დამეკარგოს დრო, არ არსებობს ამაში და ვერ მივაქცევ მე დღეს რო ასე ჩაფრენილი ვარ, მე ჩემ გოგოებს და თვალებში ვარ მიციცინებული, რომ აბა როგორმე დაინახოთ, უფრო მეტი ხედვა გაგეხსნეთ და ის მე დამეკარგება ეს და ვერ მივაქცევ გუნდს ყურადღებას და ამიტომ მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე და ამიტომ მე ამას ვერაფრით ვერ ვისვამ. კი ბატონო, გეთანხმებით, ამას წინათ ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა აქ ავსტრიაში შვებულება აიღო რაღაც ერთი კვირით და მოკლედ ამ ერთ კვირაში მინდა სრულიად ჩავეტიო, ყველაფერი მოვასწრო, სახლი დავალაგო, რაღაცა ყველაფერი გავაკეთო, იმიტომ რომ მეტი აღარ დარჩება დრო და ეხლა უყურეთ რას მიყვება. მიყვება დავიწყე ფანჯრების წმენდა, მერე გამახსენდა ისმა გასაკეთებელი, დავტოვე ფანჯრების წმენდა, გადავედი მერე იმ რაღაცა მეორე საქმეზე, მერე გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი უნდა მოსულიყო თავის ოჯახთან ერთად და დავიწყე ტორტის გამოცხობა, ტორტი დამეწვე, ფანჯარა ასე დამრჩა, ის ასე მოხდა, ეს ასე მოხდა და საბოლოოდ ვერაფერს ვერ მოვაბი თავი, ერთი კვირა გავიდა და გავედი სამუშაოზე და თავდაყირა დავტოვე სახლიო. აი ეს მოხდა, გესმით? იმიტომ რომ ის ვერ კონცენტრირდა ერთ რაღაცაზე.
დაუშვათ არ დაიწყო ერთი ოთახიდან, არ დაალაგა ის ოთახი, მერე მეორე ოთახი, მერე უცებ მესამე დღეს დაუშვათ ტორტი გამოეცხვა და მწვარი ან რაღაც საჭმელები გაეკეთა სტუმრის მისაღებად. ანუ ეს ვერ დაალაგა, გესმით? და საბოლოოდ ვერაფერი ვერ გააკეთა. აი ის რაც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ზუსტად ეგ არის. ასია ნამდვილად კი. ახლა მინდა ჩაერთონ პარტნიორები, ასევე კითხვები იქნება ეს თუ თქვენი აზრის დაფიქსირება იქნება თუ რაც გსურთ, უბრალოდ ჩვენთან ერთად შემოდით დისკუსიაში და ჩვენ მსჯელობას ჩაერთეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ. ქალბატონო მანანა, ქალბატონო ციცი, ვისაც ვხედავ ახლა მათვე კითხები, ქალბატონო მზია, ნათელა, რა ვიცი, ვინც ხართ, ყველა ჩაერთეთ, ძალიან გთხოვთ ჩვენთან დისკუსიაში. გისმენთ, დიდი სიამოვნებით. ისე რომ როგორც ხედავთ, აქ წარმატება გარდაუვალია, მისაღწევია. ქალბატონო დალი, თუ შეიძლება ჩაგვერთეთ დისკუსიაში, ქალბატონო დალი კაპანაძე. თქვენ რა სიტყოდით ამ საკითხებთან დაკავშირებით? მოგესალმებით, ძვირფასო პარტნიორებო, აუდიტორიას, დიდი მადლობა, ლიაკო, დიდი მადლობა საყვარელო, ასეთი ლამაზი შინაარსიანი პრეზენტაციისთვის, ჩვენ ნანას ქალბატონ ნანა ჩართულობასთან ერთად მართლა დამშვენდეს პრეზენტაცია იმ გაგებით, რომ უფრო მეტად გასაგები და უფრო მეტად გულს შეეხო, იცით, ასეთ კითხვა-პასუხებით და იმით მსჯელობით. მსჯელობა ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ყველასთვის. და მინდოდა თავში რომ თქვით, რომ საერთოდ არ ვიყავიო დაინტერესებული ყიდვა-გაყიდვით. კი არა და რომ მითხრესო, რომ ეს ახალი კომპანია არის კიდევ რაღაცაო, იმ ძველი კომპანიებიდან გადმოსული, იმდენად შიშის ფაქტორი ჰქონდათ, რომ კიდევ ახალი ყიდვა-გაყიდვა, კიდევ ახალი იგივე საქმიანობა, ამან ცოტა დაგაფიქრათ, მაგრამ აი შემდეგ რომ ახსნისგან გამომდინარე და კომენტარებიდან გამომდინარე და მსჯელობიდან გამომდინარე, დავინახე მართლაც მით მეტად ვწუნდები ამ ლივგუდის პროდუქტის სასწაულ მოქმედობაზე. იმ გაგებით, რომ არ არსებობს ლივგუდის პროდუქტი, რომ მიიღოს ადამიანმა, აი რაც არსებობს, რამდენი წლისაც არის ლივგუდი, ერთი შემთხვევაც კი არ არის დაფიქსირებული იმაზე, რომ ვინმეს მიეღო ერთი დასახელება მაინც პროდუქტი და ამის შემდეგ მას გაეშვა ხელი ამ პროდუქტებისთვის. ეს არ დაფიქსირებულა ჯერ, რაც არსებობს ეს კომპანია იქედან მოყოლებული და ისა რაც შეეხება კიდევ მინდა შევეხო, ეს ძალიან დიდი ის არის უპირატესობა არის ყოველი ნებისმიერი ლივგუდელისთვის, რადგანაც უკვე ჩვენ რომც არ ვილაპარაკოთ, საერთოდ რომ არ ვთქვათ, არაფერი უკვე პროდუქტები თავის თავზე საუბრობს. ის თვითონ ყიდის თავის თავს. და ხანდახან მიფიქრია ხოლმე, იცით, ალბათ თავში რომ გავიგე, მეც გამიკვირდა, არა, ყიდვა-გაყიდვას არ გვავალდებულებს კომპანია. აი თურმე რატომ არ გვავალდებულებს, მერე გამოვიტანე ეს დასკვნა. თურმე რატომ ყოფილა ეს ასე და სხვათა შორის არა მარტო მე, ყველას უკვირდა, თუ ვინმესთან დავიწყებდი ამ კომპანიაზე საუბარს, ყიდვა-გაყიდვა აქ არ გვევალდებულება არავის. ყველას განცვიფრება ეს იყო, აბა მაშინ რა უნდა აკეთოთ. ხო და მართლაც საოცარი კომპანია იმ გაგებით, რომ აქ უმჯობესდება ნებისმიერი ჩვენგანის ჯანმრთელობა და ფინანსური კეთილდღეობა კიდე, რაც ორივე არის ერთმანეთზე დამოკიდებული. და მე მიხარია, რომ აქ მყოფი ნებისმიერი, აქ ტყუილა ისი არავინ არ არის აქ ამ კომპანიაში შემოსული, რომ არაცნობიერებდეს ამ ჩვენ ძვირფას პროდუქტებს ამ კომპანიისას და ყველა იმ საშუალებებს, რომელიც გამიზნული არის რისთვის ნებისმიერი ლივგუდის პარტნიორის წინსვლისთვის და საუკეთესო გუნდის შესაქმნელად. აქ ეს არ არის ქსელური კომპანია იმ გაგებით, რომ
მხოლოდ ქსელის აზრდა მხოლოდ ქსელის არ არის ქსელური კომპანია. დიახო, ესე იგი რა გაგებით იცით რომ ესე იგი ჩვენ გვაინტერესებდეს მარტო რომ უბრალოდ ქსელი გაიზარდოს და იქ მერე თავში მყოფი უფრო მეცარგებელს იღებს ვიდრე ბოლოში და საერთოდ ამის მსგავსი ამ კომპანიას არ აქვს არაფერი. ესე იგი გამიზნულია ეს რომ შეიქმნას გუნდი რომელიც რომ ყველა სათითაოდ იღებს სარგებელს. ეს საოცრება ამ კომპანიაში რაც არ ხდება არსად მე პირადად არ გამომიცდია ქსელი კომპანიები მაგრამ უამრავი მესმის იმ ადამიანებისგან ვინც წლობით მუშაობენ აქ. აი ამისათვის საუკეთესო საშუალება გვაქვს მართლაც ეს 3+3-ის ეს მონახაზი რომელიც გაგვიკეთა ქალბატონმა ნანამ რომელიც მართლაც საუკეთესოა და მიყავს რატომ ახლა ჩვენ თუ არ გავდივართ ამ დიდ ხელფასებზე ხომ არიან ქვეყნები სადაც დიდი ხელფასები აქვს უკვე გასული არიან წარმატებულები არიან ესე იგი მოქმედებს აქედან გამოდის და აქ გაიჟღერა მე დავეთანხმები იმას რომ საქმე აქ არ არის კომპანიის ავკარგიანობაზე ამაზე ჩვენ ფიქრი საერთოდ არ გაგვივლებს თავში რადგანაც აქ ყველაფერი დამოკიდებულია მოქმედებაზე და აი ქალბატონ ლია თევდორაძეს მე ძალიან მივესალმები იმ გავიგებით რომ ცოცხალი მაგალითია იმის რომ თუ იმოქმედება ადამიანი წარმატება გარდაუვალია აი ცოცხალი მაგალითია მიუხედავად იმისა მისი დატვირთული გრაფიკისა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა ჩვენთვის რომ ჩვენ მუშაობთ აი ბოლოს ეს მინდა ვთქვა საოცარ ადამიანების გუნდთან გვიწევს მუშაობა თვით კომპანიის დამაარსებლებიდან დაწყებული ნებისმიერი აი საქართველოს გუნდით დამთავრებული რადგანაც საუკეთესო ის მთავარი ლიდერებიც საუკეთესო ყავს რომელიც ზრუნავს მსოფლიოში თვითეულ ადამიანზე თუნდაც ის რომ გჭირდება დახმარება და მივწერთ წერილს ხანდახან მიფიქრია ხოლმე როგორ წვდებიან ასე მე ხო არ ვწერ მარტო წერილს წერს მთელ მსოფლიოდან ყველა კუთხიდან ხო და მიკვირს ხოლმე ხანდახან იცი ასე როგორ დამიბრუნა მეთქი პასუხი ძალიან მიკვირს კი არა და აქ ჩვენ რომ ვინმე რამე შეგვეკითხება ჩვენ შეიძლება დავაგვიანოთ ერთმანეთის პასუხის გაცემა და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილთან რომ აქვთ ისეთი ახლო კონტაქტი რომ ესე იგი რამე გვაინტერესებს მზად არიან ჩვენ დასახმარებლად და დასრულებული ამ საქართველოს გუნდით დამთავრებული ვამბობ არ ესე იგი არ გვინდა და მაქსიმალურად ვიკეებ თავს ქალბატონ ნანას ქებისგან მაგრამ მე საქმესთან დაკავშირებით შევაქებ მას რომ აი როგორც გვყავს თავარი ლიდერები არანაკლები გვყავს ჩვენი საქართველოს ლიდერიც რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვხედავთ როგორი ერთგულია კომპანიის როგორი ერთგულია თვითეული ჩვენი პარტნიორის და თუნდაც ის რომ გეგმავს ახალ ვერსიებს რომ მე ცალ-ცალკე ჩატებში მუშაობდი აი დღეს გააჟღერა მაგრამ ამიერიდან გადმონაცვლდება ყველა ამ ჩატში და მე ვიქნებიო ყველას დამხმარე აი ეს იმას ნიშნავს თუ როგორი დახმარება არის აქ ამ კომპანიაში და არ არსებობს ესე იგი რა დარჩა აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი ჩვენი მოქმედება და ნამდვილად არღის მეგობრებო ნამდვილად არღის აი მე ვნანობ მაგალითად იმას რომ რასაქმითაც ვარ დაკავებული ვარ ემიგრანტი ძალიან დიდ დროს მართმევს და მიუხედავად იმისა რომ კიდევ მეტი და მეტი დავკავდე მე წარმოდგენილი მაქვს რომ ეს საერთოდ ვერცერთ საქმეში ვერ ვიქნები მერე წარმატებული აი ამიტომ ჩვენ ისეთი დიდი მისა გვაქვს ხელში გვიჭირავს ბრილიანტი რომელიც გაშვებაც ხელიდან არ შეიძლება რადგანაც ეს გვაძლევს ყველაზე მთავარს რაც ადამიანისთვის არის აქ არ არის საუბარი ჩაცმა დახურვაზე აქ არ არის საუბარი კომფორტის მოწყობაზე ყველაზე უმნიშვნელოვანესი არის აქ საუბარი რომ ჯანმრთელობით ვიყოთ უკეთესად გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და შევექმნათ ფინანსური მდგომარეობა უკეთესი რისთვისაც დანგრეული გვაქვს, ასე ქვია, გაყოფილი გვაქვს ოჯახები და დაფანტული ვართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. აი ამასაც გვიგوارებს ეს კომპანია.
და რომ დავფიქრდები ხოლმე მართლა რაოდენ აუცილებელი და საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს. მოგაუკეთებთ იგნორირებას ასეთ ძვირფას რაღაცას, რომელიც მოგვიგوارებს აი ამ მდგომარეობას თვითეულ ადამიანს. მოგვიგوارებს და აქ უკვე კითხვის ნიშანი და ეჭვის ნატამალიც ერთი წვეთიც აღარ რჩება იმისთვის, რადგანაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც საქართველოში, თუნდაც საქართველოს გარეთ ამ კომპანიაში წარმატებულ ადამიანებს, ესე იგი არის ჩვენში პრობლემა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რათა რაც შეიძლება მალე ვიყოთ უზრუნველყოფილი იმით, რისი პრობლემაც დღეს არის საქართველოში და თითოეული ქართველის ოჯახში. ყველას გისურვებთ წარმატებას, მეგობრებო, ყველას გისურვებთ სწორ ხედვას, რადგანაც სწორი ხედვა აუცილებელია. სწორი ხედვა სწორ ნაბიჯებს და სწორ მიმართულებას გვაძლევს შემდეგ. და ეს აუცილებელია და ამ სწორ ხედვას რა გაგვიკეთებს ეს სიყვარულით გაჯერებული სითბოთი, უბრალოებით, მიუკერძოებლობით ჩატარებული ეს პრეზენტაციები, სადაც ნებისმიერ თქვენგან გაქვთ იმით საშუალება დასვათ კითხვა, რაც გაინტერესებს, რაშიდაც ვერ ახერხებთ, რომ რაღაცა უფრო წინ წახვიდეთ, რაშიდაც თქვენში ხედავთ სირთულეს, ამაში ყველაფერში ზად არის ქართული გუნდი, ჩვენი უძვირფასესი საოცარი ლიდერით, რომლისთვისაც არ არსებობს დრო და საათი. ყოველთვის რომ ზად არის ჩვენ თითოეული ჩვენგანის დასახმარებლად. ამიტომ გამოვიყენოთ ყველა ეს შესაძლებლობა, თუ გვინდა ვიყოთ წარმატებული. ყველას გისურვებთ წარმატებას და ყველას გისურვებთ საკუთარი თვალით გვენახოს ის დიდი უპირატესობები, რასაც გვაძლევს კომპანია ლივგუდი. დიდი მადლობა ლია. გაიხარეთ ქალბატონო დალი, უღრმესი მადლობა. მაინც ვერ გადავრჩით იმას, რომ შევეხეთ ამ ყველაფერს, რასაც ვსაუბრობ სისტემატიურად და რატო ვსაუბრობ ყოველთვის ამაზე, რომ ძირითადად აქ ადამიანები მოდიან სტუმრები, რომლებსაც აინტერესებთ საქმე, წინსვლა, როგორ წავიდეს წინ. კარგია რომ გავიდა ქალბატონი ლია შედეგებზე, კარგია რომ გავიდა ქალბატონი ნანი, ქალბატონი ცითი და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ მოვიდა აქ და ესწრება, მასაც უნდა გავიდეს შედეგზე და გილოცავთ ყველას, რომ იქიდან გვეუბნებათ. ძალიან ყოჩახი გოგოები ხართ, მაგრამ ეხლა მეც მასწავლეთ, ხომ? მე რომ აქ მოვედი, მე როგორ გავიდე იმ შედეგზე, ხომ? დამეხმარეთ ამ ყველაფერში. ამიტომ ეხლა აი ეს ჩართვები და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, რა მაგარი იყავი, რა ძლიერი იყავი, როგორ მომეწონა შენი პრეზენტაცია და აი ამებისთვის არ მოდის ხალხი, დამიჯერეთ. აქ მოდის შედეგები, როგორ იმუშაოს და როგორ გავიდეს შედეგებზე. ამიტომ მოდით, დრო ძალიან ძვირფასია მით უმეტეს ბიზნესში. მე 20 წელი ავსტრიაში ვარ და დროს ძალიან დიდ ფასს ვადებ. გესმით, 1 წუთიც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ ის 1 წუთი, 2 წუთი და 3 წუთი მოდი დავუთმოთ იმას, რომ ადამიანებს დავეხმაროთ, არა ერთმანეთს შევასხათ ხოტბა. კარგია, ვიცით, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, ვიღაცა უკეთესია, ვიღაცა ნაკლებად უკეთესია და ასე შემდეგ. შევწყვიტოთ ეს ქებადიდება, ვიმუშაოთ და საქმე ვაკეთოთ. ეს ჩემი ასეთი ხედვაა და მე ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, ხო? კი, ნამდვილად, ნანა, ნამდვილად გეთანხმები, ჩემო კარგო ადამიანო, ნამდვილად გეთანხმები და საინტერესო იქნებოდა სტუმრებიც გამოგვეხმაუროს. აბა სტუმრებს რა შთაბეჭდილება დარჩა? კი, რა თქმა უნდა. აი ძალიან გაგვიხარდება, აი მეგობრულად, მეგობრებო, აი შინაურულად, ჩვენ მართლა ერთი ოჯახი ვართ, ჩვენ არ ვართ იმისთვის, როგორც ნანამ თქვა, რომ ერთმანეთი ვაქოთ დავადიდოთ, ჩვენ მართლა გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს და აი წინ წაგიყვანოთ და წამოგწიოთ, როგორც ჩვენ აი გვაქვს უკვე მაგალითები, რომ როგორ წავედით წინ და ისე გვინდა თქვენც ეს რომ იგემოთ, ასე რომ ვთქვათ და ამიტომ ძალიან საინტერესო იქნებოდა აი ვისი სტუმარი ჩაგვერთვება აბა და რა აზრის არის, რა შთაბეჭდილება, აი რა დაებადა ამ პრეზენტაციის მერე, რა გაიგო, ვთქვათ, აი საინტერესო იქნებოდა ასეთი ადამიანების მოსმენაც. კი ბატონო, მე ზუსტად მაგას ვამბობ. ეხლა მე მიმართავ ქალბატონ ანას, დღეს ვესაუბრე მე მას და ქალბატონო ანა, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებები მიიღეთ, გთხოვთ გაგვიზიაროთ, ჩაგვერთოთ და არ მოგერიდოთ, გთხოვთ. ქალბატონო ანა, აქ ბრძანდებით?
მოგესალმებით, მიკროფონი ჩართული გაქვთ. აბა რა გადაწყვეტილებები მიიღეთ თქვენი საუბრის შემდეგ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ისმის ჩემი ხმა? კი, კარგად. ისმის კარგად ჩემი ხმა? კი, ქალბატონო ანა, ისმის, ყველას გვესმის თქვენი ხმა. ძალიან კარგი. და გადაწყვეტილება მივიღე, რომ მინდა რომ ჩავერთო ამ თქვენს დიდ კომპანიაში. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან თქვენი აუდიტორია ძალიან მომწონს და მინდა რომ თქვენს გუნდში ვიყო. ყველანი ძალიან კარგები ხართ და ძალიან დადებითი ემოციები ვარ განწყობილი. აი ეს ძალიან სასიყვარულოა. როგორც ხედავთ, ცოტა იდება ყველაფერზე საუბარი, საქმე იმაშია, რომ ქალბატონი ანა კარგი ხანია უკვე კომპანიაში არის, ის იყო რაღაცნაირად შეჩერებული, მას ცოტა გაურთულდა ხომ ადამიანების მოწვევა, მაგრამ დღეს ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მასთან ერთად და ის ძალიან ბევრ ამას ჩახვდა, ბევრ ამას მიწვდა და გაიგო, რომ რაღაცები გამორჩა ამ პერიოდში. აი, გამორჩა ის, რაც შეიძლებოდა გაეთვალისწინებინა და მე ვულოცავ მას ამ უკვე ახალ ხედვას და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ქალბატონო ანა, ყველანაირად დაგეხმარებით, რაც კი შესაძლებელი იქნება და დაგიდგებით გვერდში. და ასევე ყველა თქვენთაგან ძვირფასო მეგობრებო, ყველა თქვენთაგან, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიდგეთ თქვენს გვერდით. გისურვებთ წარმატებებს, ქალბატონო ანა, მადლობა, რომ ჩაგვერთეთ. მადლობთ. მე რამდენადაც მივაქციე ყურადღება, მე მგონი ქალბატონ დინარა კოპალიანს ქონდა გახსნილი მიკროფონი, თუ ვწდები ქალბატონო დინარა? ქალბატონო დინარა, მიკროფონს დააწექით თუ გინდათ რამის თქმა, იმიტომ რომ დავაფიქსირე წეღა, რომ გახსნილი ქონდოთ მიკროფონი. ქალბატონი ცირა კაკაშვილსაც ქონდა გახსნილი. აბა თუ გსურთ, სანამ ქალბატონი დინარა შემოგვიერთება, შეგიძლიათ ჩაერთოთ. ქალბატონი ცირა კაკაშვილი, თუ არ ვწდები, სტუმარია დღეს პირველად ვესწრება. გისმენთ ქალბატონი ცირა, რა შთაბეჭდილებები დაგჭირა? მოგესალმებით. მოგესალმებით. მე პარტნიორი ვარ უკვე. უკვე ეს ღამემ შვიდობს. კი მე 2 წელია უკვე პარტნიორი ვარ. ივლისში ხდება ახლა 1 ივლის 2 წელი. ჩემი სპონსორია მეგი უნგლაძე. გასაგებია. ვინმე ცირა დაგვესწრო დღეს ახალი და თქვენ ეთყობა შემეშალა თქვენში. იმდენი ვართ, რომ რა თქმა უნდა ყველას ვერ დაგიმახსოვრებთ. უამრავოს მერთმა. რა თქმა უნდა. კი. და ერთი რამე მინდა თქვენთან ეს რო შეგეკითხოთ მე ახლობელთან და იქ შემხვდა ერთი ექიმი, იმის ახლობელი დამხვდა იქ რა, რომელიც არის ნარკოლოგი ექიმი. და რაღაცაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ვახსენე CBD-ს ზეთი, რომ მე გამოწერილი მქონდა და ჩემ შვილს იმას ვქენი, რომ იმას ვესაუბრებოდი ჩემ ახლობელს, რომ ესე მეთქი CBD და მოჰკრა ყური ამან და გამახვილა ყურადღება. რაო, რას თქვიო და მე უთხარი ესე მეთქი CBD-ს ზეთი. და გაკვირვებული დარჩა, როგორ საქართველოში არ შემოდისო ეგო. და მე უთხარი ესე მეთქი ლივგუთში ვარ გაწევრიანებული ეს კომპანია, რომელიც აუხსენი ყველაფერი, ეს ექიმების ბუტკინების ყველაფერი იმას ვქენი და ძალიან დაინტერესდა. მე 20 წელია ვცდილობ და ვერაფრით ვერ შემოვიტანი საქართველოსიო. და რომ მოისმინა ჩემგან ყველაფერი, მივაწოდე ყველა ინფორმაცია ეს აი მე უკვე იმას ვქენი, გადავუყარე კიდევაც ისინი ვიდეოები და მთხოვა თქვენთან გასაუბრება. თან თქვენი მოგვარია სხვათა შორის. და თუ შეგიძლიათ, რომ ძალიან დაინტერესებული პროდუქტებზე და თუ შეძლებთ, რომ ვისთან ქალბატონო ცირა?
ამ ნარკოლოგი არა, ამ ნარკოლოგს ვისთან მოუდა საუბარი, ვისთან სიტყვის საუბარი? თქვენთან, თან თქვენი მოგვარია. კი. გასაგები. საინტერესო იქნება ძალიან. კარგი, დიდი სიამოვნებით. კი, მივხვდი დღეს ქალბატონმა ნინო გონგლაძე მომაჭდა ეს ინფორმაცია, კი. კი და რამდენჯერმე მითხრა და იაუხსენი, რომ თქვენ რო იყავით წამოსული აქ. მე ვთხარი ისეთი იმაში იყო, რომ ვერაფრით ვერ იმას იზავდა მეთქი და რომ წავა, მე დაუკავშირდებით მეთქი და ვთხოვ მეთქი და კი, არა პრობლემა, თქვენ დაინტერესებულია ძალიან პროდუქცია. ყველაზე მეტად სიმდიდრე და გავისაუბრებ. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ჩართვისთვის, მადლობთ. წარმატებას გისურვებთ. ინსვლას გისურვებთ და ბედნიერებას გისურვებთ. რაც აქ ნამდვილად შესაძლებელია. ყველას. გაიხარეთ. კი, მე სულესწრები ყველაფერი და კი, კარგი, მადლობა. მშვიდობიანი ღამე, მადლობთ. აბა თუ აღარავინ არ არის ისეთი რომ ჩაერთოს, მეგობრებო, როგორც მოგახსენეთ, მე და ქალბატონმა ლიამ ერთობლივად ძალიან გთხოვთ, დავიწყოთ უკვე დღეიდან ამაზე ზრუნვა, რომ თქვენ მოიწვიოთ თქვენი სტუმრები და ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს მაგივრად ამ თქვენ სტუმრებთან. ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ყველაფერზე, ჩვენ ავუხსნით, ჩვენ ვიქნებით გარანტი ამ ყველაფრის. თუ შიში აქვს ვინმეს და რაღაც ის ეშინია, რომ აქ დაკარგავს რამეს და ასე შემდეგ. ერთ რაღაცაზე მინდა კიდე გავამახვილოს, სანამ დავასრულებდით ყურადღება. მაგალითად დღეს გქონდა საუბარი, ძალიან ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ ვსაუბრობ ადამიანებთან, უკვე საქმეზე მიდის და როდესაც გებულობენ, რომ აქ რეგისტრაცია ფასიანია და $50 უნდა გადაიხადოს, აქ უკვე ამუხრუჭებენ და უკვე ეშინიათ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს, რაზეც მინდა გაგიმახვილოთ ყურადღება. საერთოდ ადამიანებს ეშინიათ ონლაინ შემოთავაზებები და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცეში ვარ მე ძალიან დიდი ხანია და ვიცი რას უშინდება ხალხი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აფერა კომპანიებია, ძალიან აფერა შემოთავაზებებია, ანუ ფეიკი შემოთავაზებები და ონლაინ როდესაც თავაზობენ რაღაცეებს, ეს ადამიანები კარგავენ ფულს და მე არ იციან ვის მიმართონ. და ამიტომ ეშინიათ უკვე ის $50 რო დავდო სიტყვაზე და მით უმეტეს ჯერ არ იცის რაში უნდა დადოს ის $50, მას აქვს შიში რომ რო რაღაცა ისე მოხდეს, ახლა ვიღაცისთვის $50 არაფერი არ არის, რაღაცა ხუმდაფულია, ვიღაცისთვის ძალიან დიდი ფულია შესაძლოა მთელი თვის საცხოვრებელი საშუალება. არ ვიცი როგორ არის. ამიტომ არ უნდა რომ დაკარგოს. როცა ვეუბნებით რომ ეს ონლაინ სამსახურია, აქედან გამომდინარე მათ ებადათ შიში, რო დავკარგო, ვის მიმართო, ვის მოვკითხო, სად ვეძებო. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ონლაინ სამუშაო, მაგრამ ოფიციალურია დედამიწაზე. ოფისი არის გაფორმებული ოფიციალურად, არის მიღებული ლიცენზია მთელ სოფლიოზე გასასვლელად. აქვს ოფიციალური ყველა საბუთით და ყველა ასე ვთქვათ ქაღალდით არის დაცული ეს კომპანია. გაფორმებული ყველა კუთხით აბსოლუტურად ოფიციალურად. და თანაც სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ფლორიდაში, სადაც არის ძალიან მაგარი სიმკაცრე ყველა მიმართულებით. ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა აიხსნას, რომ ადამიანებს შიში მოეხსნათ. კონკრეტული მისამართი შეგიძლიათ მიაწოდოთ, გვაქვს ჩვენ მისამართი კომპანიის, მიაწოდოთ, რომ აქ შეგიძლიათ მიმართოთ. თუ რაღაცა პრობლემაა, გარანტი უნდა იყოს აუცილებლად ადამიანებისთვის, რომ მას შიში არ გაუჩნდეთ. გარდა ამის, აუცილებლად უნდა აუხსნათ, როდესაც ამბობენ, რომ $50 არის უძნელია, რომ გადავიხადო. მიჭირსა ეს და ასე შემდეგ. თქვენ უნდა აუხსნათ, უბრალოდ კითხვა დაუსვით. გახსენით ბიზნესი, მე მოგცემ შენ $50 და წადი გახსენი ბიზნესი $50.
აი თუ მიიღებთ დადებითი პასუხს, რომ კი $50 მე ნებისმიერი ბიზნესი შემიძლია შევქმნა, აქ უკვე პასუხი გაცემულია, ხო? აქ სად ბიზნესი, ლანგრით მოწოდებული, არც პოლიციასთან, არც მილიციასთან, არც არანაირ შავ-თეთრ ბიჭებთან, არანაირი საფინანსო ორგანიზაციებთან, არავისთან თქვენ საქმე არ გაქვთ. თქვენს მაგივრად ამ ყველაფერს აკეთებს კომპანია. თქვენ გაქვთ გამზადებული ლანგრით მოწოდებული ბიზნესი, სადაც უბრალოდ უნდა აწარმოოთ მოწვევები. მეტი არაფერი არ გევალებათ. $50, რომელიც ასევე გიბრუნდებათ უკან. ნუ დაგეზარებათ ამ ყველაფრის ახსნა. ნუ დაგეზარებათ ამ ადამიანებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, რომ ბევრად დამაჯერებლები იყოთ. გესმით? აი ეს არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს, მაგრამ ისწავლეთ, დახვეწეთ თქვენი საუბარი, დახვეწეთ დამაჯერებლობა, რომ ადამიანები გამოყვნენ. კარგით, ამაზე დავასრულოთ. ალბათ ქალბატონო ლია, უღმესი მადლობა ამ ჩართულობისთვის, უღმესი მადლობა ამ დიალოგისთვის. მე ვფიქრობ, მსმენელისთვისაც საინტერესო იყო ეს ჩართვა და ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია იყო მათთვის მიღებული. დარწმუნებული ვარ, რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღეთ თქვენს გონებაში და გულში. ჩვენც გაგვიზიარეთ შემდეგ შეხვედრაზე, სიამოვნებით მოგისმენთ და ასევე თქვენ სტუმრებთან ერთად გელოდებით შემდეგ შეხვედრაზე. თქვენი სტუმრები შეამზადეთ იმისთვის, რომ აქ დასვან კითხვები და თუ აინტერესებთ ამ 3+3 სტრატეგია, ჩვენ დეტალებში ავხსნით მათ ამ ყველაფერს და ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ სამ ადამიანს როდესაც მოიყვანენ და მათ ეჭვიეპარებათ, რომ კომპანია ამ თანხას გადაუხდის, ან არ გადაუხდის. მე პირადად ვიქნები მათი გარანტი, თუ არ გადაუხდის კომპანიას 3 ადამიანის მოწვევაში $75, ჩემი ჯიბიდან ამოვიღებ და გადავუხდი მე. მე ვიქნები მათი გარანტი, აი ამდენი ადამიანის წინაშე ვაცხადებ ამას. კარგით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მადლობა ყველას ჩართულობისთვის და ქალბატონ ლიას გადავცემ სიტყვას. დიდი მადლობა, მართლა საინტერესო გამოვიდა, ჩემთვისაც მართლა სიურპრიზი იყო, ძალიან მიხარია, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, ძალიან კარგი ჩართულობა იყო. ეს გაიჭრა, მე მგონი ლენტი, როიტყვიან და აი ვფიქრობ, აი ყველამ ვერ თქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა კლუბის წევრს გაეხარდა ეს ამბავი, რომ ცოცხლად გაკეთდება აქ შეხვედრები, ცოცხლად ვიმუშავებთ თითოეულ ადამიანთან და არავის არ დავტოვებთ ცალკე, აი ერთობლივად ვიმუშავებთ, აი ძალიან კარგი საქმე გაკეთდება და ვიცი, რომ აი წინსვლას მოგვიტანს, აი დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი მოგვიტანს წინსვლას. გახარებული ვარ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნანა საყვარელო, დიდი მადლობა ყველა გამომსვლას, აქ ძალიან საინტერესო იყო. ყველას მოსაზრება, ყველა შთაბეჭდილება და აპა მშვიდობიანი საღამო და ბედნიერი დილა გაგვიჩინოს უფალო. მადლობა ყურადღებისთვის. ასევე თქვენ საყვარელო და რა ვიცი, პირადად ჩავერთვებით ალბათ ყველა სტუმართან და აი კონკრეტულად მიმართავთ მათ და კონკრეტულ მათ კითხვებს მოვისმენთ და კონკრეტულ პასუხებს გავცემთ. აი ამ დონეზე ვართ მზად, რომ სათითაოდ ყველა ადამიანს დავეხმაროთ. წარმატებებს გისურვებთ ჩვენთან ერთად. მშვიდობიანი ღამე ყველას. მადლობა ქალბატონო ლია. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ.